ხო, ცოტა დრო დაჭირდება მაგას, იმიტომ რომ დიდი არის ედიტორის ზომა. 100-დან 100%-ია. 400 ტუბს აკეთებს მაგ წამში. კაი, მოკლედ გავიმეორებ სხვა ჩანაწერს რო ნახავენ, იმათ რა უნდა ქნან მერე. მოკლედ Unity.com-ზე უნდა შეხვიდეთ. მარჯვნივ აიკონი რო არის რაღაც პროფაილის, მაგას დააჭერთ, აქ გამოჩნდება Create a Unity ID. ამაზე გადახვალთ. და აქ შეგიძლიათ Google-დან შეხვიდეთ პირდაპირ, ან მეილზე თუ შესული ხარ პირდაპირ შევა, დარეგისტრირდება თავისით. თუ არა და მეილს ჩაწერთ და მერე პაროლს დააყენებთ შიგნით. და ეგრე დარეგისტრირდებთ. წესით მეილზეც მოგივათ confirmation რა უნდა დაეთახო. მერე დასერჩეთ Unity ქართულად არ აღვნიშნოთ, როგორც მე სერჩავდი ახლა. Unity Hub download და პირველივე ლინკი რაც იქნება, რასაც შემოგთავაზებთ, მაგაზე რო გადახვალთ. აქ ეწერება თუ Windows-თ ხარ შესული, download for Windows ეწერება. რა ეხლა მე მაგით რახან ვარ, მაგი აწერია. ამას დააჭერთ Unity Hub-ს გადმოიწერს. დაინსტალირებს Unity Hub-ს. და რო გახსნით ესეთი იქნება. ახლა გაიხსნას. აქ პირდაპირ შეიძლება შემოგთავაზოთ რაღაცა კონკრეტული Unity-ის კონკრეტული ვერსიის ჩაწერა. ეგ დასკიპეთ. skip-ის ის ექნება option და მაგას დააჭირეთ. და მე ინსტალში რო გადახვალთ, აქ install editor-ს დააჭერთ და აირჩიეთ 2022-ის ვერსია რა, ის 2022.3 LTS-ი რო არის. Unity 6 მაინც ახალი არის და ჯობია რომ ამით ვიმუშაოთ რა. მე ნებისმიერ მომენტში შეგიძლია რომ კონვერტაცია გავუკეთო შენ პროექტს და გადაიყვანო Unity 6 ან 6.2-ს. ეგეც არაა პრობლემა. ძველი ჯობია ისე. ხო. ხო და ინსტალის დროს, აი თქვათ ხა ამას რომ მივყვე ინსტალს რომ დავაჭირო. აქ იქნება მონიშნული Visual Studio Community 2022 ეწერება თუ Windows-ით იქნებით. ну მაგაზე ესე არის Visual Studio Code-ი არის. Community არ ყენდება მაგაზე და მაგით. ჩემთან ხა დაინსტალირებული არის უკვე და installed აწერია მაგიტო და თქვენთან უბრალოდ მონიშნული იქნება რა. ახან არ გექნებათ იმაში კომპიუტერში. პირდაპირ install-ს დააჭირეთ, დაეთანხმეთ და დაიწყებს გადმოწერას. რო გადმოიწერს Unity-ს, ჯერ გადმოიწერს, მერე დაინსტალირებს და აყენებს. მერე დაიწყებს გადავა Visual Studio-ს დაყენებაზე, გადმოწერაზე და დაყენებაზე. დაყენების დროს შეიძლება გახსნას შეიძლება კი არ გახსნას უეჭველი Visual Studio Installers რა, ბოლოსკენ. ხო და მანდ არის მოსანიშნი რაღაცა. Game Development with Unity უნდა მონიშნოთ. ხო და თუ რომელიმე მიხვალთ მაგ ეტაპამდე და გამოჩნდება, ეგ შეგიძლიათ მომწეროთ რა. ეხლა მაგას ვერ ვიზამ, იმიტომ რომ მაგზე არც გამოჩნდება ეგ, მაგზე არ აკეთებს მაგას. თან ხა ჩემთან ვერსია უკვე გაყენია და ახალს არ გადმოვიწერეთ და თქვენთან მოკლედ რო გადმოიწერთ და აყენებთ. ახლაც ვინც იწერთ, ყურადღება მიაქციეთ რა, ბოლოსკენ ესა Visual Studio Installer-ი გაიხსნება და მოსანიშნია რაღაცა რა, ეგ აუცილებელია რომ დაკავშირებული იყოს Unity და Visual Studio, რომ რამე პრობლემა არ შეიქმნას რა. კი, 2022-ის ვერსია გადმოიწერე, 2022.3, აი რასაც გთავაზობს იქ ჩამონათვალში რაც არის ეგ. ზევით Visual Studio Community-ც იქნება მონიშნული და დატოვე ეგრე მონიშნული და გადმოიწერე, დაიწყე გადმოწერა. მე გადმოწერილი რომ მაქვს, ანუ Visual Studio Code-ი მაქვს ახალი გადმოწერილი და მაინც თავიდან დავინსტალირო.
შეგიძლია მაშინ გამორთო ეგ და მე დავუკავშირებ Visual Studio Codes, მაგითაც შეგიძლია მუშაობა. კარგი. ანუ იქ checkbox-ი რო იქნება, მონიშნული როცა იქნება ის community შეგიძლია გამორთო. Visual Studio Code-ით შეგიძლია წერო მაგ. კი, code-ითაც შეგიძლია. უბრალოდ უნდა დაუკავშირო და მაგას გასწავლოთ როგორ ხდება დაკავშირება. კი ბატონო. შეგიძლია გადმოწერო, თუ არ გაქვს საერთოდ Visual Studio, ეგ უნდა იყოს მონიშნული და გადმოიწერს მაგასაც, კი? Visual Studio Community. დიდი პროცენტია ჯერ მარტო გადმოწერილი. მარტო 7. სანდრო შენთან? ჩემთან 75-ია გადმოწერილი. აი, სანამ თქვენთან გადმოიწერს. ნელა კი არა სწრაფად. მანამდე განახებთ როგორ უნდა შექმნათ პროექტი მე Unity Hub-დან, ახალი პროექტი. და რაღაც მიმოხილვა გავაკეთოთ რა ინტერფეისის და რა როგორ ხდება და მარტივ რაღაცებს გეტყვით და სანამ თქვენთანაც გადმოიწერს და რო გადმოიწერს, მე დავიწყოთ უკვე მუშაობა. მოკლედ Unity Hub-ს რო გახსნით, მე უკვე გადმოწერილი რო იქნება კონკრეტული Unity-ის კონკრეტული ვერსია project-ში, აქ თქვენთან არც ერთი პროექტი არ იქნება რა თავიდან. New projects-ო დააჭერთ მარჯვნივ. აქ შეიძლება პირდაპირ learning-ში იყოს გადასული ან რამე სხვა იმაში ტაბში და all-ს დააჭირეთ და წეს პირველივე იქნება 2D built-in render pipeline. ეგ აირჩიეთ. template-ი არის რა, მოკლედ ახალი პროექტისთვის. და აქ მარჯვნივ მე ორგანიზაცია თვითონ იმაზე არის მიბმული, რა ქვია. აქ შეიძლება არაფერი არ იწერო თქვენთან და არც არის საჭირო რომ რაღაცა მონიშნო. მოკლედ account-ს რო გააკეთებ, შეგიძლია ორგანიზაცია შექმნა რა და სხვაებიც დაამატო, სხვა მეილები მოიწვიო და მაგისთვის არის. მე ანუ სხვებას რო იმუშავა შენ პროექტი. როგორ? სხვებას რო იმუშავა შენ პროექტზე. ხო. Project name-ში უნდა ჩაწერო რა გინდა რომ ერქვას პროექტს. ჩვენ რახან იმის გაკეთებას ვაპირებთ თავიდან space shooter-ის. მოდი ესე დავარქმევ 2D space shooter. თქვენ ნებისმიერ რაღაც შეგიძლიათ დაარქვათ, შეგიძლიათ იგივე დაარქვათ, რაც მე დავარქვი და მაგის ქვევით უნდა აირჩიო location-ი რა, სად გინდა რომ შეინახოს. ეხლა მე დოკუმენტების ფაილში მაქვს, ფოლდერში მაქვს უბრალოდ Unity projects ფოლდერი და მანდ ვინახავ ყველა Unity projects რა. ხოლო ჯობია რომ თქვენც ეგრე ექნათ რამე ცალკე ფოლდერი გააკეთეთ თქვენ კომპიუტერში. Unity projects და არქვით ან my projects ან როგორც გინდათ და მანდ შეინახეთ ხოლმე ყველა პროექტი, იმიტომ რომ მე შეიძლება სხვაგან გქონდეს და წაგეშალოს არ დააკვირდე და ეგეთი რაღაც რო არ მოხდეს, ჯობია რომ თავიდანვე დაალაგებულად მივყვეთ. მე create projects დააჭერ აქ და ცოტა ხანი დაელოდები რომ შეიქმნას ახალი პროექტი. ახალი პროექტის შექმნას ცოტა დრო ჭირდება ხოლმე. იმიტომ რომ სერვერიდან იწერს რაღაც package-ებს და დოკუმენტაციას რა. და მე გახსნის დროს უკვე უფრო მალე ხსნის, ვიდრე ახალ პროექტს ჭირდება ხოლმე ცოტა დრო. თორემ უკვე არსებულ პროექტს მე უფრო მალე ხსნი. ამას არ დაჭირდა ეხლა ძალიან დიდი დრო. აი რაღაც package-ებს აინსტალირებს.
ოკეი, შეიქმნა ახალი პროექტი. რომელიმესთან თქვენთან რო დაასრულებს გადმოწერას და ყველაფერს გააკეთებს, მითხარით მე. აქაც ახლა რაღაცებს რო ავხსნი, შეგიძლიათ მკითხოთ, რა მკითხოთ უკვე იქნებოდ, შეგიძლიათ გამოწყვეტინოთ მკითხოთ. მოკლედ ახლა აქ რა ხდება? ხო, თავიდან კიდე იმას გეტყვით, რომ შეიძლება ბევრი რაღაც მოგეჩვენოთ დასაწყისისთვის, რომ აი ბევრი რაღაცა არის ხა ეს დროულად რო შეხედავ, ბევრი სხვადასხვა ღილაკი და რაღაც აიკონი არის და მაგის არ შეგეშინდეთ რა. ნელა დაგამახსოვრდებათ რაღაცები და ახალ პროგრამაში რო იწყებ საერთო მუშაობას, ყოველთვის ეგრე არის. მოკლედ მარცხნივ მოდ ცენტრში ვიტყვი, ცენტრში არის სცენა, აი აქ სათაურიც აქვს, ეს არის ყველანი ცალ-ცალკე ფანჯრებია რა, რაც ვინდოუები. ეს არის სცენის ფანჯარა, სადაც გვაქვს მოცემული სცენა. აქ ავაწყობთ ჩვენ თამაშს. ეს სცენა არის უსასრულო, ძალიან დიდია. მთლად უსასრულო არ არის, იმიტომ რომ გატესტილი მაქვს. აი რაღაც ობიექტს, რაღაც სიჩქარე მივანიჭე და გავუშვი რაღაც მიმართულებით რა. და კაი ხანს იარა. და მე რაღაც ერორს აკეთებს, მოკლედ მე მგონი 5 წუთი მიდიოდა თუ რა ვიცი, ძალიან დიდხანს მიდიოდა მოკლედ რა. ძალიან სწრაფად. და რაღაც საზღვრები მაინც აქვს ახლა ამას. მაგრამ იმდენად დიდი არის, რომ თითქმის უსაზღვროა რა. აი ახლა zoom out ვაკეთებ და ძალიან დიდი არის. თუ ესე დაიკარგებით ხოლმე, აი მაგალითად ძალიან zoom out რო გააკეთებ, აღარ ჩანს მე არაფერი რა. აი ახლა ვეღარ ვაკნებ მაგალითად ვერაფერს ობიექტს და აი ეგ მარცხნივ შეგვიძლია ნებისმიერ ობიექტს ორჯერ სწრაფად დააჭირო და ფოკუსირებას აკეთებს იმაზე და მიგიყვანს იქ. ინსტალირების დროს უნდა აირჩიო სხვა დისკი. ანუ Unity Hub-ს რო აინსტალირებ მაგ დროს. მაგრამ ჯობია რომ მაინც C-ზე გქონდეს. ამიტომ რამე გადაიტანე სხვა იმაზე და ეს C-ზე დააყენე. უმჯობესია რა. დაახლოებით 10 გიგაბაიტამდე უნდა გქონდეს. ცოტა შეიძლება მეტიც. იმიტომ რომ Unity-საც იწერდა Visual Studio-საც. 10-12 გიგაბაიტი ჭირდება რა. მიკროფონები არ გაქვთ? ანუ ესე მუშაობა ძალიან გაჭირდება რა, იმიტომ რომ დრო იკარგება აქეთ გადმოსვლაში და ტექსტების კითხვაში და ეცადეთ რომ შემდეგისთვის მაინც მიკროფონები ჩართული გქონდათ ხოლმე. რო პირდაპირ მითხრათ დროს არ დავკარგავთ მაგაში. ოკეი, მოკლედ რო დაუბრუნდეთ ხა Unity-ს, აქ როგორც თქვი არის სცენა, მარცხნივ არის იერარქია. სცენის იერარქია. ამ იერარქიაში იქნება ყველა ობიექტი რა, რასაც ავაწყობთ, აი ობიექტის სახელები იქნება ასე ჩამწკრივებული. იერარქია იმიტომ ქვია, რომ აი რაღაც ობიექტი სხვა ობიექტს შეგვიძლია ჩაუგდო მაგალითად და ის ობიექტი მშობელი და შვილი ხდებიან მე რა მაგ დროს. და იმ მშობელს რო გამოძრავებ, შიგნით ჩაგდებულ შულს გაიყოლებს რა მაგალითად. ან თუ წაშლი იმ მშობელს, ისიც წაიშლება და ეგრე რა, იმ მშობელზე ხდება დამოკიდებული ის შვილი ობიექტი. მაგ რაღაცებს ვისწავლოთ მე. აქ თვითონ სცენის სახელი აწერია sample scenery, ხა ზოგადად ახალ პროექტს როცა ქმნი, ქვევით ფოლდერში იქნება სცენა, რომელსაც sample scene ქვია და მაგ სცენაში ვართ ახლა შესული რა. და მაგ სცენაში ავაწყობთ ჩვენ თამაშს. ესეთი სცენები შეგვიძლია შენ შექმნა, სხვა სცენები და შეგვიძლია სცენიდან სცენაზე გადახვიდე მაგალითად. მაგ რაღაცასაც ვისწავლეთ. ეხლა დეფოლტად ეს Unity რო შეიქმნა, ანუ პროექტი რო შეიქმნა, შიგნით არის მარტო main კამერა.
main კამერას რომ მონიშნავთ ხოლმე, ან ნებისმიერ სხვა ობიექტს, რომელიც თამაშში ექნებათ, game ობიექტები ქვიათ მაგათ. მარჯვნივ გამოუჩნდება ხოლმე, აი ინსპექტორის window-ში კომპონენტები რა. ესენია კომპონენტები, აი სათაურები აქვს ამ კომპონენტებს. და მას აქვს ტრანსფორმის კომპონენტი, მაგალითად, რითიც გადაადგილება შეუძლია, ან rotation-ი შეუძლია დაატრიალო და ასევე scale-იც გაზარდო. ან დააპატარაო. ასევე კამერის კომპონენტი აქვს ახლა ამას, main კამერას, იმისთვის რომ დაგვანახოს ჩვენ სცენაში რა ხდება. და ეხლა რახან ცარიელია ჩვენი სცენა, უბრალოდ რაღაც ფერი არის არჩეული და მაგ ფერს გვაჩვენებს რა. აი აქ სცენის გვერდით არის game-ის ნაწილი. სადაც გამოჩნდება ჩვენი თამაში. სცენაში რო ავაწყობთ, კამერა რასაც დაინახავს ჩვენ პერსონაჟებს და ობიექტებს, მაგას დავინახავთ game-ში. ნუ გვერდით ახლა ეს ანიმატორი როა ჯერჯერობით აღგვჭირდება, მე გამოვიყენებთ ამას, თქვენთან შეიძლება არც იყოს ზოგჯერ არ არის ხოლმე დამატებული აქ და მე როცა გამოვიყენებ დაგამატებინებ თქვენს. აი აქაც მაგათად animation-ი არის და ახლა ჯერ არ გამოვიყენებთ მაგას. ხო. როგორც თქვი, მარჯვნივ არის კომპონენტების ნაწილი, ნებისმიერ ობიექტს რომ მონიშნავ, კომპონენტები გამოუჩნდება მარჯვნივ. ეს აუდიო ლისენერია მაგალითად, იმისთვის რომ ხმა გაისმას თამაშში მაგალითად. ეს აუდიო ლისენერი თუ არ გექნა, ხმებს ვერ გააკეთებ რა. გააკეთებ, მაგრამ არ გამოსცემს მაგ ხმას. და ქვევით არის ფოლდერის ნაწილი. ასეტების ფოლდერია, მთავარი ფოლდერი, სადაც ყველაფერს შევიტანთ. ანიმაციებს, ფოტოებს, ხმებს, სკრიპტებიც აქ გვექნება და ყველაფერი. და ფოლდერებსაც შევქმნით, რომ დაალაგებულად გქონდეს რა, სკრიპტების ფოლდერი ცალკე გქონდეს, ფოტოების ფოლდერი ცალკე გქონდეს, ანიმაციების ფოლდერი ცალკე და ასე შემდეგ. და აქ პეკეჯები არის კიდე, ამას ნუ არ შევეხებით ხა, ჩვენ რაღაც პეკეჯები რო ჩაიწერა ახალ პროექტის შექმნის დროს. აი აქ ამ ფოლდერში არის მოთავსებული და არ შევეხებით მოკლედ ამას რა, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ ასეტების ფოლდერში ვიმუშაოთ. ასეტების ფოლდერში ახლა მხოლოდ სცენების ფოლდერია და შიგნით არის sample scene, სადაც შესულები ვართ ახლა ჩვენ. ამის სცენის სახეს გადარქმევად შეგიძლია მე და მაგ რაღაცებს ვისწავლეთ. აი, ახლა ვთქვათ, შევქმნათ სცენის ობიექტი რა. აქვე შეგიძლია რომ რაღაც პრიმიტიული ობიექტები შექმნა unit-ში. მე ფოტოს შემოტანასაც ვისწავლეთ და მე ანიმაციებსაც, მაგრამ ეხლა ჯერჯერობით აქ unit-ში როგორი ობიექტი შექმნათ შეგიძლია, ეგეთი ობიექტი შევქმნათ. მარჯვენა ხილაკს აჭერ აქ იერარქიაში. 2D object, sprites და ის square-ი შევქმნათ მაგალითად. შეიქმნა ესეთი ობიექტი, სახელად ქვია square და რაღაც კონკრეტ random იმებზე პოზიციებზე შეიქმნა რა. შეგვიძლია ეს პოზიციები გაანულო. აი აქ პირდაპირ შეგვიძლია ჩაწერო ნულები x-ზე და y-ზე და სცენის ცენტრში აღმოჩნდება ის რა ქვია, ობიექტი. მოკლედ სცენის ამ მთლიანად სცენის და კამერის ცენტრი არის 0 და 0 კოორდინატები რა. ხა z-ს არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 3D-ში არ ვართ, 2D თამაშს ვაკეთებთ და ობიექტების პოზიციის z-ები არ დაგვჭირდება. ერთადერთი რაც ის არის რა ქვია, მნიშვნელოვანი არის მაგ z-ის მხრივ, რომ main კამერას უწერია z-ზე -10 position-ის z-ზე რა. იმიტომ უწერია, რომ აი 3D mode-ში შეგვიძლია რომ შევხედოთ ამას. აი აქ ამ ხილაკს დააჭერ და 3D mode-ში გადახვალ. ნახეთ main კამერა როგორ იყურება. აი აქ დევს main კამერა, დგას და იყურება z ღერძის მიმართულებით რა. აი ლურჯი ის არის რო არის, ეგ არის z ღერძი. წინ იყურება რა მოკლედ. ყველაფრის უკან დგას. -10-ზე დგას და წინ იყურება. და square-ი რო დახვდა z 0-ზე, შესაბამისად square-ს ხედავს. მე ახლა ეს square-ი რო გადავიტანო ამის უკან, main კამერის უკან. main კამერა ხო -10-ზე არის. square-ს რო მივანიჭო აქ -11. ნახეთ, game-ში არაფერი აღარ გამოჩნდება. ვეღარ ხედავს ახლა კამერა square-ს რა.
მიხვდით ამას? გასაგები არის? კი. ოკეი. კი. ხო, რამე გაუგებარით თუ იქნება, ეგრევე გამაჩერეთ ხოლმე. რაღაცა კითხვის ნიშანი არ დატოვოთ რა. ხო. მოკლედ z-ი ყველა ობიექტს უნდა კონდეს ხოლმე main კამერის z-ზე მეტი. ანუ -10-ზე მეტი უნდა იყოს უეჭველად რომ გამოჩნდეს კამერაში, ისე ვერ დაინახავს კამერა. ესე იმ მიმართულებით იყურება და ესე ხედავს ობიექტებს. ეხლა 2D mode-ში დაუბრუნდები. და განვიხილოთ მოდი თულები რა. აი აქ რა თულებიც არის. ეგენი განვიხილოთ. მოკლედ, რამე ობიექტს რომ მონიშნავ, პირველი თული რაც არის hand თული, ამ hand თულით გადაადგილდები. აი თქვათ კლიქს გააკეთებ და გადადიხარ, გადმოდიხარ რა, თვითონ სცენაში ნავიგაციისთვის არის ეს. შეგიძლია აქ არ დააჭირო ხოლმე ამას და ეს Q-ს დააჭირო პირდაპირ, აი Q-ს რო დააჭერ keyboard-ზე, კლავიატურაზე, ეგრევე გადადის ამ hand tool-ზე და ესე შეგიძლია გადახვიდე. ან საერთოდაც მაუსის თუ იქნებით ხოლმე, მაუსის მარჯვენა ღილაკიც ეს hand tool-ი არის რა. მაუსის მარჯვენა ღილაკს თუ დააჭერ და დატოვებ დაჭერილს, თითი თუ კედება, მაგ ღილაკზე ესე გადახვალ გადმოხვალ, hand tool-ზე გადავახვალ. რო აუშვებ, ეგრევე დაბრუნდება თავისით იმ tool-ზე, რომელზეც იყო. ძირითადად მაგას გამოიყენებთ ხოლმე მაუსის მარჯვენა ღილაკს. ან თუ ლეპტოპით ხართ რომელიმე და პადს ხმარობთ, მაშინ ორი თითით იქნება რა. ან შეიძლება პადზე ის კონდეს დასაჭერი, მარჯვენა ღილაკი რომელიც არის მოკლედ. ეგ არის hand tool. მერე არის ეს move tool. აი მაუსის კურსორს რო მიიტან ხოლმე. ეწერება რა move tool. move tool-ით უჩნდება ესეთი ისრები. წითელი ის არის x ღერძი და მწვანე ის არის y ღერძი. x-ზე მარჯვნივ თუ წავიყვანთ, ხო დადებითით შეეცვლება x-ი, აი 4 და 73-ზე გადმოვიდა ეხა. და თუ მარცხნივ წავიყვანთ, მინუსებში წავა, -5 და 12-ზე დადგა ეხა. როგორც თქვი, წაღან 0-ზე ცენტრში არის. მარჯვნივ თუ მიყავს დადებითით იცვლება და შესაბამისად მე კოდიდან რო დაგჭირდება რომ მარჯვნივ ამოძრავოთ ობიექტი, მოგვიწევს რომ აი აქ დადებითი რიცხვები მიუმატოთ x-ზე რა, რომ ესე იაროს მარჯვნივ. აი აქაც შეგიძლია მაგალითად კლიქს რო გააკეთებ x-ზე, მარჯვნივ რო გაასრიალებ მაუსს, ესე მარჯვნივ მიდის და მიდის რა ობიექტი. და თუ დაგჭირდება რომ მარცხნივ ამოძრავოთ ობიექტი, ან მოთამაშე ან ნებისმიერი რაღაცა. მაშინ ან უარყოფით რიცხვს მიუმატებთ ხოლმე აქ ამის x რა და წაიყვანს მარცხნივ, მაგიტომ მარცხნივ ამოძრავებს. ესე მოძრაობს მოკლედ ორდეში, მარჯვნივ მარცხნივ და ზევით და ქვევით. მაღლა და დაბლა. მაღლა და დაბლა მოძრაობს y ღერძზე. ანუ აქ რო ზევით უშვებ, y-ზე დადებითი რიცხვი ეწერება, ანუ დადებითით იცვლება და ქვევით რო გამოუშვებ უარყოფითით. შესაბამისად, კოდიდან რომ მე შეუცვლით y-ს, თუ დადებითი რიცხვით შეუცვლით ზევით ცივლის, აი თქვა ახტომას გავაკეთებთ მასე რომ დადებითი რიცხვს მიუმატებთ აქ y-ზე რა და აახტუნებ ზევით, გაუშვებ ზევით. და ქვევით წამოსვლა თუ გვენდომება -3-ს ან რაღაც -1-ს მიუმატებთ ხოლმე, ან ბევრჯერ მიემატება ეს -1 ვთქვათ და იმოძრავებს ქვედა მიმართულებით. თუ რაღაცა გადაადგილებას გააკეთებთ ხოლმე და გინდათ წინა ნაბიჯზე დაბრუნება, როგორც ყველა იმაში არის პროგრამაში Ctrl-Z არის შენი მშველელი რა. წინა ნაბიჯზე შეგიძლია Ctrl-Z-ით დაბრუნდა. და რამდენჯერმე შეგიძლია Ctrl-Z-ები გამოიყენო და დაგაბრუნებს. ოკეი, შემდეგი თუ ესე გინდა გადაადგილება, ანუ მარტო მარჯვნივ მარცხნივ არა და მარტო ზევით ქვევით არა, აი გინდა რომ მოკიდო და ანუ რამე შეგეცვალოს უკან გადმოცასველი ხო უნდა? კი, undo არის Ctrl-Z. შეგიძლია ესეც გამოიყენო, აი აქ edit რო აწერია მარცხნივ ზევით, თეთრ ზოლზე სადაც არის წარწერები unit-ში.
edit-ს რო დააჭერ, აი აქაც აწერია რა, undo move square მაგალითად. და ამას რო დააჭერ, წინა იმაზე გადავა, სადაც წეღან იყო, სანამ გავამოძრავებდი. მაგრამ Ctrl-Z-ის შორტკატებს თუ დაიმახსოვრებთ, უფრო მარტივია რა. და ყველა პროგრამაში ეგრე არის, Ctrl-Z-ით უკან გადასვლა, ხო? Ctrl-Z თუ მაკით იქნებით რომელიმე Command-Z არის მაგზე. ხო, კიდე მნიშვნელოვანი რაც არის, სანამ სხვა თულებს განვიხილავ. აი აქ სცენის სახელთან უჩნდება ხოლმე ფიფქი. როცა რაღაც ცვლილებას გააკეთებ სცენაში რა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ცვლილება გააკეთე სცენაში და დასევებული არ არის. ანუ დასასეივებელია რა სცენა, რომ შეინახოს ეს ცვლილება. თქვათ, თუ გადაადგილებ რაღაც ობიექტს, ესე შეცვლი და რო გამოგერთოს კომპიუტერი რა. და საერთოდ ან რო დაიქრაშოს Unity ან რაღაცა ეგეთი რომ მოხდეს, ამ ცვლილებას არ შეინახავს რა. იმიტომ რომ დასევებული არ გქონდა აქ. აი ეს ფიფქი ნიშნავს მაგას, რომ დასევებული არ არის და დასასეივებელია. დასეივების შორტკატი არის Ctrl-S. Ctrl და S უნდა დააჭირო ერთხელ და აქ გაუქრება ფიფქი. შესაბამისად ნიშნავს, რომ დასეივდა. ან მეორე ვარიანტია კიდე რომ ფაილს დააჭირო ზევით და აი აქ დააჭირო saves მერე. ესეც იგივე არის. შესაბამისად ეხლა ხო დასევებული არის ფიფქი არ ჩანს. კიდე თუ გავამოძრავებ, კიდე გაუჩნდება ფიფქი, იმიტომ რომ ახალი რაღაც ცვლილება გავაკეთე. კარგი და შეგიძლია ცოტა ადრე გახვიდე. რამდენად ადრე? ასე 5 წუთში. კარგი. დღეს მაინც პირველი გაგვეთილა, არა უშავს. ხო, გადმოიწერე ისე? არა, ცოტა ჭიდავს და ველოდები. ოკეი. ხო, მოკლედ ვასეივებთ Ctrl-S-ით. აუტოსეივი არა აქვს ამას და მე შეგვიძლია რაღაც პაკეჯი გადმოვიწეროთ და აუტოსეივი დავაყენოთ, რომ აი ყოველ 5 წუთში დაასეივოს მაგათი თავისით. მაგრამ მაინც თუ მეჩვევით Ctrl-S-ის დაჭერას, კარგი იქნება. აი, შემდეგ თულებზე რო გადავიდეთ ახლა. შემდეგი თული არის rotate თული. 97-ზეა, 90. შვენი შევალმეს. უახლოვდებიან. rotate თული არის შემდეგი. rotate თულით შეგიძლია rotation-ი გააკეთო, ან დააბზრიალო ობიექტები რა. და დაბზრიალებას აკეთებს ღერძის გარშემო. აი, იგივე ფერები იმიტომ აქ ხა ამას. წითელი ხო X ღერძი არის. მწვანე არის Y ღერძი და ლურჯი არის Z ღერძი. მაგრამ ეს ხა ვერტიკალურად იმიტომ ჩანს ეს წითელი, რომ X ღერძი ხო ესეთი ჰორიზონტალური არის და მაგის გარშემო ბრუნავს რა. აი 3D-ში რო შევხედოთ, უფრო კარგად რო აღიქვათ. Z ღერძი ხო ესე იქით ამემართულებით არის და rotate-ზე რო გადახვალ, აი Z-ზე როცა აბზრიალებ, მაგ ღერძის გარშემო ბრუნავს რა. მაგალითად X-ზე როცა ატრიალებ, X ღერძის გარშემო ბრუნავს, იმიტომ რომ X ღერძი აქეთ მოდის. აი X ღერძი აქეთ არის. აქედან რო შევხედოთ ხა. ისე ორი დედან რო შევხედოთ. X ღერძი ხო ჰორიზონტალური ღერძი არის და rotation-ს აკეთებს მაგ ღერძის გარშემო. მაგ ღერძის გარშემო ბრუნავს. და აქაც დააკვირდა ეცვლება X-ი. ესე ტრიალებს, მაგრამ X-ზე და Y ღერძზე დაბზრიალებას ორ-დში, რავი, თითქმის არ გავაკეთებთ რა, შეიძლება გამოიყენო. რაღაც მომენტში შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ აი 90 გრადუსით რო ატრიალებ, ვერ დაინახავ რა ობიექტს, იმიტომ რომ ეს ხო 2D არის, ბრტყელი ობიექტი არის. და აი 3D-ში ხო ესე არის. 3D-ში დაინახავ. მაგრამ ესე ბრტყლად რო უყურებ 2D-ში,
ეს რახან არის გადატრიალებული, აქედან მარტო ხაზს ხედავ რა, იდეაში მაგ ხაზსაც ვერ ხედავ, იმდენად წვრილი ხაზი არის. იმიტომ რომ 2D ობიექტი არის. Y-ზეც ეგრე რა. აი Y ღერძის გარშემო რო დააბზრიალო, რაღაც მომენტში ვერ დაინახავ. რა არის? პროგრესში. და ძირითადად გამოვიყენებთ ხოლმე Z ღერძზე დატრიალებას. Z ღერძის გარშემო. აი ესე რომ დაატრიალებ, მარჯვნივ მარცხნივ გადატრიალება თუ გენდავება ობიექტის, ესე დააბზრიალებ რა. ან პირდაპირ შეგიძლია რომ რაღაცა ჩაუწერო მაგათად 90 აქ, ან რაღაც რიცხვი ჩაუწერო და პირდაპირ მიიღებს მაგ ფორმას. როგორც არის გადატრიალებული. შემდეგი არის scale tool-ი. Scale tool-ით შეგიძლია რომ ესე მარტო X-ზე გაწელო მაგალითად, ან დააპატარაო, ან გაადიდო, ან დააპატარაო, ან მარტო Y-ზე გაადიდო და დააპატარაო, ან ცენტრში თუ მოკიდებ, ყველა მიმართულებით გადიდება და დაპატარავდება პროპორციულად. და აქაც ვხედავთ, რომ იცვლება scale-ი. შეგიძლია რომ პირდაპირ ჩაწერო მაგას. ეს ღილაკიდან შეგვიძლია. რა არის? ეს ღილაკიდან ხო შეგვიძლია მაგ. კი. შეგიძლია პირდაპირ ჩაწერო აქაც რიცხვები, ციფრები. Z-ზე scale-ს მნიშვნელობა არ აქვს 2D-ში, იმიტომ რომ მაინც ვერ დაინახავ. ამიტომ შეგიძლია საერთოდ გაანულო ხოლმე, ან 1 ჩაწერო, ან ნებისმიერი რიცხვი. თუ შეგიძლია აქაც 5 ჩაწერო. არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ეგ არის scale tool-ი. და შემდეგი არის rect tool-ი. ამ rect tool-საც ხშირად გამოვიყენებთ ხოლმე. Rect tool-ი არის ერთგვარად გამაერთიანებელი ამ tool-ების რა. ანუ rect tool-ით ფერი შეგიძლია რაც ჩამოთვალეთ. ხა გადაადგილებად შეგიძლია. ოღონდ ესე დრაგით. ანუ რომ მოკიდებ, კლიქს რო გააკეთებ, შეგიძლია სადაც გინდა გადაიყვანო და დააგდო რა. ასევე გაწევად შეგიძლია. კუთხეებში რომ მოკიდებ, აპატარავებ, ესე წელავ დიდზე. მაგაც scale-იც ეცვლება. ჩვეულებრივად და rotation შეგიძლია, აი ლურჯი წრეები რო აქვს კუთხეებში. მაუსის კურსორს რომ მიიტან ცოტა ახლოს, ესეთი rotation-ის აიკონი ჩდება რა პატარა. და რომ მოკიდებ, ესე აბზრიალებ. კლიქს რო გააკეთებ, მე საითაც წაიღებ მაუსს, იქით დაბზრიალდება. გაწელვა ესე ხდება, ანუ არაპროპორციულად და თუ პროპორციულად გენდომებათ ხოლმე გაწელვა, shift-ს დააჭერ, shift-ს უნდა გეჭიროს და გაწელვას რო აკეთებ, უკვე ჩაკეტილი არის ეს კუთხეები და ყველა კუთხეში იწელდება რა. ესეთ რაღაცას არ აკეთებს. და აუ, მე მიურჯე გამოწერე უკვე და ეს იმწეს რომ იცოლ failed და რა ვქნა? ვერაზიარა. იმას რომ ამბობდი, პატარა გამოგიგდებს თუ ეგ ამომიგდო. ას რაღაც უნდა დავაჭირო, ხო? Game development with Unity. კი, ეგ მონიშნე და მე ინსტალს დააჭირე. რო ჩამოსხლავ ცოტა მარცხნივ არის Game development with Unity. C#-ზე net desktop-ი? არ გინდა, არა, Game development with Unity მონიშნე მარტო. მაგ რამე სხვა თუ დაგჭირდა, ნებისმიერ დროს დაამატებ მაგას. ახლა მნიშვნელოვანი რაც არის Game development with Unity. კარგი და შეგიძლია გახვიდე თუ რახან ესე გეჩქარება. შეგიძლია წახვიდე. მე რა ვქნა? fail დაგიწერა ისევ? კი, მეორეჯერ გამოწერე უკვე და. ვერაზიარებ, ხო? ვერა, ანუ კამერას გამოწერიც არ მაქვს. რავი. კამერით რო შევხედე. რავი, არ გამგონია გამოჩნდეს ეკრანი. ცადე აბა მაინც. ფოტოს გადავიღებ თუ ვინდეს და ისე ჩავაგდებ. მიდი. კარგი. ჩააგდე. ახლა ამის გადმოწერას უნდა დაველოდო? კი, უნდა დაელოდო გადმოწერას. და მე ინსტალაციას. უბრალოდ დაინსტალებს უკვე ეგ. ჩააგდე ფოტო? სანდრო.
სანდრო სავარაუდოდ ინტერნეტის ბრალი არის. რავი, არ ამგონია, იმიტომ რომ არ ჭირავს არსად. აბა მე ანუ რატო Windows-ში არ მაქვს დააპდეითებული და მაგის გაჭი ხარ იქნება. არა ის ხარ გაქვს ჩართული რამე რა ქვია ანტივირუსი არა, პირიქით გამორთული მაქვს ყველაფერი. აბა რატო შეიძლება რა იმაშოც კაი გათიშე და თავიდან ცადე აბა კიდე ადგილი გაქვს ხო? სადაც იწერ. კი. ბევრი ადგილი გაქვს? სადღაც 10 გიგაბაიტი მაინც ჭირდება. ბოლოს რომ ნახე, მქონდა 319 გიგაბაიტი მაქვს დარჩენილი და. ოკეი, მაშინ არ იქნება მაგის პრობლემა. კაი, მოდი აბა ერთხელაც ცადე და იქნებ ჩაიწეროს. ოკეი? კარგი. კაი, მითხარი რა სიზმს მე. კაი, და შემდეგი თული არის transform თული. აქ ყველა ის თული არის, ეს სამივე თულია რა, move თული, rotate თული და scale თული არის გაერთიანებული და შეგიძლიათ როგორც Blender-ში მანდაც არის ეს რა ქვია? Edit mode-ი? edit mode-ი როგორია Blender-ში, აბა, გამახსენე? ანუ არის object mode-ი, ეგ არის Blender-ში წარმოვიდგინე object mode-ი, არის კიდე edit mode-ი, ფორმას რო უცვლი ობიექტს. ანუ მთლიანი edit mode-ი აქ არის რა. სცენაში უცვლი ყველანაირ მაგას. თუ რაღაც კონკრეტულ ობიექტზე ფოკუსირება გინდა ცალკე. ეგ პრეფაბები იკეთდება და მე მაგას მე აგიხსნით. ანუ პრეფაბში ხდება ეგ, რომ ცალკე გიხსნის რა. ანუ ერთ ობიექტში და Blender-დან ხო შეიძლება პირდაპირ ჩავაგდო ფაილი. კი, ოღონდ FBX ფაილი უნდა იყოს. კი ბატონო. რო იმითი გახსნას. კარგი, ეს თულები განვიხილეთ. სახელის შეცვლა შეგიძლია თქვათ ობიექტზე, აი square რო ქვია ეხა ამას. ნებისმიერ სახელი შეგიძლია დაარქვა. ერთხელ როცა მონიშნული გაქვს უკვე, კიდე კლიქს რო აკეთებ, გაძლევ საშუალებას, რომ სახელი შეუცვალო. ან შეგიძლია მარჯვენა ყელაკი rename ესე გაუკეთო, ან რომ მონიშნა მარჯვნივ ზევითაც სახელი აწერია და აქედანაც შეგიძლია რომ შეცვალო. ხო. კიდე დამატებით ხა ამას აქვს transform-ის კომპონენტის გარდა sprite renderer-ი. ეს sprite renderer-ი აქვს იმისთვის, რომ ეს ვიზუალურად დაგვანახოს რა, რასაც ვხედავთ. color-ი აქვს აქ თეთრი და მაგიტო ჩანს თეთრად. ეხა ამას ფერი რო შევუცვალო, აი color-ში რო შეხვალ, ფერს უცვლი აქედან რა. რაღაც ლურჯი რო გავაკეთო, ჯერ წრეზე ირჩევ ფერს. და მე უკვე ცენტრში რამდენად ღია ფერი გინდა, ან რამდენად მუქი. ან თეთრი გინდა თუ შავი. მაგის არჩევა შეგიძლია. და ეგ ფერი მიიღო ამ ობიექტმა. აქ color picker-იც აქვს ამას. აი ამას რო დააჭერ. ოკეი, ისჭირდება ამას. დათანხმება. ხო, color picker-ს უარჩევ mouse cursor-ს სადაც მიიტან, იმ ფერს აიღებს რა. აი ხა თეთრთან რომ მივიტანო. თო თეთრი არ არის ხა ეს. მაგრამ ეგ ფერი ჩაასხა პირდაპირ ამაში. აი color picker-ით თქვათ, აი რაღაცა მოწითალ რაღაცასთან რომ მივიტანე. მაგ ფერს იღებს. მოგეთ მაგის გამოყენება შეგიძლიათ.
კაი, ახლა დავასეივოთ ეს და მოდი ნახოთ როგორ შეიძლება რომ აი Google-დან შემოიტანო რამე ფოტო. გადავიდეთ Google-ში და დავსერჩოთ Adventure Time-ის იმას ვიწერ ხოლმე პერსონაჟს. სატესტოდ ჩავიწეროთ პერსონაჟი. აი ამას გადმოვიწერ მაგალითად. PNG მიუწერეთ სატესტოდ რომ ჩაიწერთ ამ ფოტოს, იმიტომ რომ PNG არის ფონის გარეშე ფოტო რა. და როგორ უნდა მივხვდე ხა რომ PNG არის. ესეთი პირდაპირ კვადრატები, რომელსაც უჩანს ეს არ არის PNG. ამას რო გადმოიწერს, კვადრატები ექნება უკან ფონი. აი თავიდან ჩანს ხოლმე ცოტა თეთრად თვითონ იმისი ფოტოს ფონი რა და კლიქს რო გააკეთებ და დააჭერ, მერე უჩნდება კვადრატები და ეგეთი ფოტო PNG იქნება უეჭველად. ეხლა ამას რო გადმოვიწერ, მარჯვენა ღილაკი save images დააჭერთ იქ თქვენთან Windows ეგრე იქნება და გადმოიწერთ. მე პირდაპირ შემიძლია save image to downloads დავაჭირო და გადმოიწერს. ჩანაწერებს დავდებ ხოლმე Drive-ზე ავტვირთავ და ლინკს ჩაგიგდებთ. ან შეიძლება YouTube-ზე ავტვირთო და playlist ჩაგიგდებთ. ინსტალერზე ამიგდო კიდე რაღაცა და განახება მასაც. აბა მიდი. ჩავაგდებ. ჩავაგდე. გააგდო მეგონი ხოლდან. კაი, მე რაც გადმოვიწერე. აი დაუნლოდების ფოლდერში ეს ფოტო გადმოვიწერა. ეხლა ეს რო ჩავაგდოთ თვითონ პროექტში რო შევიტანოთ, ასეტების ფოლდერს გაამზადებ, ასეტების ფოლდერში გადახვალ. მერე გახსნი დაუნლოდების ფოლდერს და drag and drop-ით პირდაპირ მოკიდებ და ჩააგდებ ასეტებში. და პროექტში შემოვიდა, უკვე ეს პროექტში არსებობს ეს ფოტო. ჩავაგდე ფოტო, გასული ვიყავ, მიდი თქვი რა ისევე იმას, ასე შეგვიძლია. კი, გავაკეთებ, მაგრამ ფოტო არ ჩანს აქ, სად ჩააგდე? General chat ჩავაგდე. რო არ ჩანს? ხარ შევერწოთ გადავამოწმო. General chat-ში მაქვს ჩაგდებული. აუ, ჩემთან არ ჩანს. აი ხა გამოჩნდა. ხო, სო გადმოწერილი და დაინსტალირებული აქვს ამას Visual Studio Community 2022. ეს Community 2026 რა არის? მანამდე ქონდა გადმოწერილი კიდე რაღაცა შალი შევდი და. ოკეი. ხო. კაი, შეგიძლია გამორთო ახლა Unity Hub-ში. ხო, პროექტი შექმნილი გაქვს, ხო უკვე? კი. კაი, ოკეი.
ოკეი, ის რა ქვია. მაშინ ეხა script შევქმნით ცოტა ხანში და მე Visual Studio-ში გახსნი პირდაპირ, თვითონ გაიხსნება. იყოს ეს გამორთე და Unity-ში გადადი რა. ეხა გავიმეორებ იმას. როგორ შემოვიტანეთ ფოტო. მოდი წავშლი ამას და თავიდან გავაკეთებ. მოკეთ აქ გამზადებ ასეტების ფოლდერს თვითონ Unity-ში. მე გადახვალ დაუნლოდების ფოლდერში, სადაც გადმოიწერე ის ფოტო, ან რავი, ნებისმიერ სხვა ფოლდერში რო გადმოიწერო, ოკეი, სადაც გაქვს გადმოწერილი კომპიუტერში. მაქედან მოკიდებ და პირდაპირ drag and drop-ით აგდებ ასეტების ფოლდერში რა. კი ბატონო. ხო, ეს ახლა უბრალოდ პროექტში შემოვიდა ეს ფოტო. ეხლა თუ ამ ფოტოს გადაქცევა გვინდა game object-ად, ან სცენაშიც რო გქონდეს და თამაშიც რო გვყავდეს რა. აქაც იგივე პრინციპია, drag and drop-ით. მოკიდებ, გადააგდებ სცენაში პირდაპირ. და დაიქმნება იგივე სახელი, რაც ფოტოს ქვია. აი Adventure Time Jake with Sandwich. ამას ქვია, ფოტოს ეგრე ერქვა და game object-საც ეგრე დაერქვა. შეგვიძლია სახელი გადავარქვათ, პირდაპირ Jake-ი დავარქვათ. და უკვე თამაშის ობიექტი არის რა. აი როგორც ეს square იყო, ზუსტად ეგეთი ტიპი არის ესეც. ზუსტად იგივე კომპონენტები აქვს, ტრანსფორმის კომპონენტი ყველაფერს ექნება საერთოდ, იმიტომ რომ ზოგადად ობიექტის გადაადგილება რო შეგეძლოს, თამაშში ტრანსფორმის კომპონენტი უნდა ქონდეს აუცილებლად. და sprite renderer-ი აქვს, აი როგორც squares ქონდა, ზუსტად ისეთივე sprite renderer-ი აქვს. უბრალოდ sprite-ის ადგილზე აქ ჩაგდებული აქვს ეს ფოტო. ან ჩვენ რო ეს ფოტო ჩავაგდეთ, გადავაგდეთ სცენაში, პირდაპირ ისეთი ობიექტი შეიქმნა, რომლის sprite renderer-შიც ეს ფოტოა მოთავსებული და მაგითო ვიზუალურად ხედავთ ამას. ამ square-ის sprite renderer-ში ეს square-ის რაღაც თეთრი ფოტო იყო მოთავსებული და მაგითო ჩანდა ის თეთრი ფოტო რა. მე ჩვენ რო გავალურჯეთ. ეს მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ფოტო არ უნდა წაგეშალოს. ქვევიდან ასეტებიდან ფოტოც წაგეშლება. აქ ვიზუალურად დონლოდებიდან რო წაგეშალოს, მანაც წაიშლება. შეგვიძლია წაშალო, კი. იმიტომ რომ ეს იგივე ეს აღარ არის რა. დუბლირება უკეთდება, როცა აქ ამ პროექტში შემოგაქ. ეს შეგვიძლია წაშალო. ეს შეგვიძლია წაშალო. აი აქ ისევ იქნება. მაგრამ ეს რო წაგეშალოს აქედან. ეს აღარ გამოაჩენს ამას, აი შემიძლია ახლა მოიცა. აქედან რო წავშალ, გავტესტოთ რა, თქვა წამეშალა. წაიშალა, აი გაქრა აქ. თვითონ ობიექტი კი შენ არ ჩუნდება. აი ტრანსფორმიც აქვს ამას ახლა და sprite renderer-იც. უბრალოდ აი sprite-ში აღარ აქვს ის თვითონ ფოტო რა. missing sprite აწერია. ვეღარ პოულობს ახლა. მაგრამ იმ trash-ში რო შევიდე ნაგვის ყუთში. აქედან აღდგენა შეიძლება. მარჯვენა ღილაკს დააჭერ put back, ნუ მაგაზე ეგრე არის. Restore-ს დააჭერ იქ Windows-ზე და აქეთ რო გადმოხვალ რატო არ დაბრუნდა? Next-ევ დაუნლოდებში. დაუნლოდებში დაბრუნდა. ეთყობა ის სხვა წავშალე მე და მოგიტო. drag and drop-ს აღარ აკეთებს. ანუ ახლა რა მაინტერესებს მე, აქ დესკტოპზე Unity-ს მაქვს და Blender-ისა თან მინდა რომ გამოჩნდეს, ანუ ეს Visual Studio-ის ისა, მაგრამ აქ მიჩვენებს ინსტალერს რა, თვითონ იმას არ მიჩვენებს. ჩავთავთ მე და გიჩვენებს, ეგ ინსტალერი შეგვიძლია გამორთო. ჩავთავთ და გიჩვენებს. ჯერ არ გვაქვს ჩართული Visual Studio. რო გამოვიყენებთ, ჩავთავთ და გეტყვი მე როგორც უნდა. ანუ გამოჩნდება ჩაოლებრივად მე ხო? გამოჩნდება კი. drag and drop რატო აღარ ხდება რა ჭირს?
აა აი, სხვანაირად შეგვიძლია შეიტანო. ესე თუ რაღაცა აირია და ესე drag and drop-ით ვერ შეიტან, შეგვიძლია აქ მოვაკოპირო. აი, ხა მოვაკოპირებ და fast ხო? და შეხვალ აი სადაც შენახული გაქვს ეს პროექტი რო შექმენი, სადაც შეინახე. აი 2D Space Shooter-ი ხო დავარქვი მე. ჩვეულებრივ ფოლდერი შეიქმნა, ფოლდერად შეიქმნა ეს პროექტი შენ კომპიუტერში რა. მაგაში რო შეხვალ ეს ასეტებიც დაგხვდება. და შემიძლია აქ ჩავაფეისტო ეხა. Paste item. აქ ხო ჩავაფეისტე, unit-ში როგორც გადმოვა, მე აღდგება აქ. Okay. თავიდან ჩავაგდებ ხა ამას. აი, ეს პერსონაჟი ყავს უკვე აქ. ის გავაფართოვე მინდა ის თეთრი ფონი, რომ ძალიან გამოჩენილიყო იმ ეკრანზე, კამერაზე. ხო, არ არის აუცილებელი, ხა იმ თეთრს სხვა რაღაცის გამოვიყენებთ. ეხლა ნახე ავხსნათ ordering layer-ები რა. ანუ ეხლა ვთქვათ ეს ლურჯი ფოტო, რომ მივიტანე ამ Jake-თან. უკან არის ლურჯი ფოტო, Jake-ი წინ არის. მაგრამ შეიძლება ეხლა Jake-ი ჯობნის რა. მაგრამ შეიძლება პირიქით იყოს და ეს ლურჯი უფრო წინ ჩანდეს და Jake-ი უკან ჩანდეს. ანუ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივეს უწერია ordering layer-ში ნულები და რომელიღაცა ჯობნის ხოლმე რა. ეხლა ამჯერად ჩემ შემთხვევაში Jake მაჯობა და Jake-ი ჩანს ჯერ და მერე ჩანს square-ი. ანუ random პრინციპით არის, ხო? როგორ? ანუ random პრინციპით არის, როცა ორივეზე 0 წერია. კი. და თუ გვინდა რომ აუცილებლად Jake-ი ჩანდეს ხოლმე წინ ordering layer-ი უნდა გავზარდოთ რა. ordering layer-ი რაც უფრო დიდი რიცხვი უწერია აქ, მით უფრო წინ არის. და კამერა ჯერ მაგას მასეთ ობიექტებს დაინახავს. და მერე უკვე რაც უფრო პატარა რიცხვები უწერიათ აქ ordering layer-ში, მერე იმათ დაინახავს რა. ეხლა მაგრამ პოზიცია არ შეეცვლება, ხო? არა. პოზიცია არ არის. ეს არის ანუ layer-ები რა, ანუ ერთმანეთზე რო დევს, რა უფრო მალე რომელი layer-ი, რომელი ობიექტი უფრო მალე დაინახოს, პირველი დაინახოს კამერამ რა, მაგისთვის არის. აი ვთქვათ ეხლა squares რო და გაუზარდო და ერთი ჩაუწერო, ნახე დაფარა Jake-ი, იმიტომ რომ Jake-ს 0 უწერია. არა, ეხლა Jake-ს რო 2 დაუწერო, Jake იქნება წინ, იმიტომ რომ squares 1 უწერია. ეს შეიძლება მინუსებშიც გააკეთო, ვთქვათ, შემეძლო რომ 0 დამეტოვებინა Jake-ისთვისა, square-ზე ჩამეწერა -1. და ეს -1-ზე უკან იქნებოდა და Jake იქნებოდა 0-ზე. ანუ მინუსებიც უარყოფითი რიცხვებით შეგვიძლია წერო რა აქ. Okay, ეს არის ordering layer-ი, თუ რომელიმე ობიექტი გენდომებათ რომ წინ დააყენოთ, ვიდრე სხვა ობიექტი, რომ კამერამ ჯერ პირველ რიგში ეგ დაინახოს, ეგ ობიექტი, გაუზარდეთ ხოლმე ordering layer-ი რა. აი, ეს square-ი იყოს 0-ზე ხა და Jake-ი 1-ზე იყოს. რომ Jake-ი ჩანდეს ხოლმე. Okay. მოდი ახლა ანუ ანუ ასისტების ქვით არის ანუ task page-ს აწერია, ანუ აქ წერია 2D animation-ს და რაღაც packages. მაგას არ შევეხებით, როგორც თქვი, packages დატოვე ეგრე, არ წაშალო არაფერი, უნდა იყოს მანდ, შიგნით არაფერს არ ჩავაგდებთ, არ შევეხებით საერთოდ რა. package-ები არის ჩაწერილი, რაც ახალი პროექტი შეიქმნა, package-ები ჩაიწერა, რომ გამოიყენო მერე და ჩვენ შევეხებით ხოლმე ასეტების ფოლდერში მოვათავსოთ ყველაფერს. Okay, ეხლა ეს ცოტა გავწევთ, აი პლატფორმასავით გავაკეთოთ და ქვევით დავაყენოთ, რომ მე ისეთ კომპონენტს მივაბამთ ამას Jake-ს, რომ ჩამოვარდეს დაბლა და დადგეს ამაზე პლატფორმაზე. და მოდი ამ square-ის მაგირად პლატფორმ დავაწეროთ ამას, platform ესე ერქოს. ხო, აქაც შეგიძლიათ ადგილები გაუცვალოთ ხოლმე. თქვათ Jake-ი მაღლა აიტანო, მაგრამ არაფერი არ იცვლება სცენაში. უბრალოდ შენთვის შეგიძლია
ნებისმიერი ობიექტი უფრო მაღლა დასვა, ვიდრე სხვა ობიექტი რა. კაი, J ყავსევით, ქვევით გვაქვს პლატფორმა. ეხლა მოდი J-ს მივაბათ ჩვენ პერსონაჟს, შეიძლება თქვენ სხვა პერსონაჟი ყავს ჩაგდებული. მე ერთი კითხვა მაქვს. ხო. კითხე? ანუ იქ სცენაში რომ main camera წავშალოთ თან რა მოხდება? ვერაფერს აღარ დაინახავს, ნახე? Game-ში დაგიწერს, რომ კამერა არ არისო, რომ დაარენდეროს ობიექტებიო რა. ხა კონტროლს დავაჭერ და დაბრუნდება. ანუ კამერა თუ არ გექნება სცენაში, თამაში არ გექნება. ვერაფერს ვერ დაინახავ. მიხდი ხო? ანუ შენ რო თამაშს აწყობ, კამერა უნდა ხედავდეს მაგ აწყობილ თამაშს. ანუ კამერა რასაც ხედავს, ეგ არის თამაში რა. ეგრე გამოდის. მერე მაგალითად პერსონაჟს რო გავამოძრავებ და აბა კამერა როგორ შევატრიალო? მატრიალე. საიტს გინდა რომ შეატრიალო. ან რატო გინდა რომ შეატრიალო? ის კომპიუტერზე რო განახო. მეთქი ამ კამერაზე იძახდი. ხო? რავი, ანუ ორჯერ კლიკით არ ტრიალდება? აი კამერას რო გახსნი, ორჯერ რო დააჭირო. სწრაფად თითი. არ ტრიალებს? ეკრანის ნებისმიერ ადგილზე ორჯერ რო დააჭირო, წესით უნდა შეტრიალდეს. ან შეტრიალების აიკონი ექნება სადღაც. შეტრიალებულია, ხო? ხედავ? კი, გამოჩნდა, კი. ნარუტო შაგიგდია. შვენიერი. ხო, ნარუტოს უკან გაქვს ის სკვერი გაქვს გაზრდილი, ხო? ხო, ანუ ამაზე 0 მაქვს გაკეთებული და ნარუტოზე 1. ოკეი, შვენიერი. კაი, ის პლატფორმასავით დააყენე ხა, მე როგორც დავაყენე, ქვევით პლატფორმა დაუყენე. თუ გინდა ეგ სკვერი დატოვე და ახალი სკვერი შექმენი და ის აქცია პლატფორმად. კი ბატონო. ახალი სკვერის შექმნისთვის მარჯვენა ღილაკი 2D object sprites და square. აი circle-ის წრის შექმნა შეგიძლია, კაფსულის შექმნა შეგიძლია და ასე შემდეგ. ფიგურები განსხვავდება. კარგი, ახლა მივაბად ჩვენ J-ს კომპონენტი ისეთი, რომ გრავიტაცია მიენიჭოს რა, რომ დაბლა ჩავარდეს. ფიზიკის კომპონენტი არის ეგეთი, rigid body ქვია. აი ნებისმიერ ობიექტზე მარჯვნივ კომპონენტების დამატება ხდება ერთ კომპონენტით. აი კომპონენტებს ხედავთ აქ სათაურებს. მაგათ ქვევით მარჯვნივ აწერია ერთ კომპონენტ. და ერთ კომპონენტს რო დააჭერ. აქ search Blender-ში არის კიდე მაგნაი რაღაცა add properties ქვია ფორმის თონაი. ხო. აი აქ search-ში უნდა აკრიფო რომელი კომპონენტი გინდა რა. ნუ თუ რაღაც სახელი არ გახსოვს, აი physics აწერია აქ 2D ოღონდ, physics 2D გვჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ 2D თუ არ აწერია 3D-ს გამოიყენება ეხა ეს physics. აი physics 2D-ში რო გადახვალ, მაგალითად აი კოლაიდერები არის, კოლაიდერებსაც ახსნი მერე და აი rigid body 2D-ია, რომელიც გამოიყენება იმისთვის. აი გრავიტაცია რომ მიენიჭოს რა, მაგრამ ჯობია რომ აი search-ში პირდაპირ ჩაწეროთ ხოლმე. პირველ 300-ს რო ჩაწერ, ან 4-ს პირდაპირ შემოგთავაზებს რა. აი rigid body და rigid body 2D შემომთავაზა მაგალითად. ჩვენ გვინდა rigid body 2D. 2D რახან არ აწერია ამ rigid body-ს, ეს 3D ობიექტებისთვის არის და ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ახლა rigid body 2D. ეს ავირჩიოთ, მიაბამს, ესე გამოიყურება ეს კომპონენტი და თამაში რო ჩავრთოთ, ხო, თამაში ჩართვა არ მithქვამს. ზევით არის play ღილაკი ცენტრში. ამას ერთხელ რო დააჭერ, გალურჯდება ეს play ღილაკი და თამაში ჩაირთვება. Game-ში გადავა თავისით რა და ჩამოვარდება პერსონაჟი. ეხლა რახან rigid body 2D აქვს. თამაშის გამორთვა თუ გენდომებათ ხოლმე, ისე play ღილაკს უნდა დააჭიროთ, რომ გამოირთვოს. გვერდითა ღილაკი რო არის, ეგ არის პაუზა. უკვე ჩართულზე შეგიძლია ესე დააპაუზო. და გაჩერდება სცენაში გადმოგიყვანს თავისით რა. და კიდე მაგის მარჯვნივ რო ის არის ღილაკი არის, ეგ არის step-ი, ანუ შემდეგ იმაზე frame-ზე გადადიხარ. ესე შეგიძლია ნელ-ნელა გააგრძელო.
ჯერჯერობით ამ 앱ს არ გამოვიყენებთ და play relax გამოვიყენებთ ხოლმე დააჭირეთ ამ play relax ჩაირთვება მე ისე უნდა დააჭირო play relax რომ გამოირთოს სადე თავად ნიკოლას შენ მაინც სადე შენთან თუ ჩავარდება ეს რიჯიბადი 2D რომ მიაბი გავიდა ისე ნიკოლაზე კაი, რიჯიბადი 2D განვიხილეთ. აქ ერთ-ერთი მთავარი ცვლადი რაც არის, gravity scale არის 1 უწერია. 1 რახან უწერია, რაღაც სიჩქარით ვარდება დაბლა. თუ ამას გაზრდი, თქვათ აი 5 რო ჩაწერო, უფრო სწრაფად ჩავარდება რა. თამაშო ჩართავ. აი ვარდნა დაიწყო უფრო სწრაფად. და მიდის ესე უსასრულოდ ვარდება დაბლა. აი აქ თუ დავაკვირდებით, Y ეცვლება უარყოფითებში მიდის. იმიტომ რომ ქვევით წავიდა. რაც უფრო დიდ რიცხვს ჩაწერ მოკლედ აქ, მით უფრო სწრაფად იმოძრავებს რა. სწრაფი ვარდნა ექნება. და აქ მასაც აქვს, მაგალითად ამ მასას თუ გავუზდი, კიდე უფრო სწრაფად ჩავარდება. და ერთი როცა უწერია, ანუ იდეაში -9.91 არის ის რაღაც სიჩქარე რითიც ვარდება რა და ერთი რო უწერია, ეგ ერთი მრავლდება -9.91-ზე და მაგიტომ მიდის დაბლა. შესაბამისად აქ თუ დიდ რიცხვს წერ 5 თუ წერ 5 მრავლდება მე -9.91-ზე და მაგიტომ მიდის სწრაფად ძალიან. და თუ უარყოფით რიცხვს ჩაწერ აქ თქვა -1 თუ ჩაწერ წავა მაღლა, იმიტომ რომ -1 -9.91-ზე რო გამრავლდება, ხო გაპლუსდება. და მაღლა წავა. აი ხა რო ჩავთოთ თამაში, წავიდა მაღლა და მიდის აი Y ეცვლება დადებით ცუ. 0 თუ ჩაწერ აქ არ ჩამოვარდება საერთოდ. თამაში რო ჩართავ, გრავიტაცია არ ექნება რა. გრავიტაციაში 0 უწერია და შესაბამისად ვარდნა არ აქვს საერთოდ. ცოტნე კომპონენტში რა უნდა ჩავწერო შემახსენე? add კომპონენტში უნდა ჩაწერო rig აკრიფე და rigid body 2 და შემოგთავაზებს და აირჩიე rigid body 2 და. კი ბატონო. ესე იგი მივანიჭე უკვე ამას და დავაჭირო პირდაპირ თამაშს, ხო? მიანიჭე დააჭირე play relax კი და ჩართავ ჩავარდება დაბლაძესით. კი, ჩავარდა. ხო და გასული რო იყავი იმას ხსნიდი რომ gravity scale აქვს აქ და აქ თუ დიდ რიცხვს ჩაწერ უფრო სწრაფად ჩავარდება. თუ 0-ს ჩაწერ საერთოდ აღარ ჩავარდება. შეგიძლია გატესტო. თუ მინუსით ჩაწერ ზევით წავა. იმიტომ რომ -9.91-ით ვარდება დაბლა. და აქ რა რიცხვსაც წერ, ეგ მრავლდება, ეგ რიცხვი მრავლდება -9.91-ზე და შესაბამისად 1-ს თუ წერ -9.91-ზე. ანუ gravity scale წერი მან, ხო? კი, gravity scale-ს თუ შეცვლი ნახე და გატესტე. ანუ -1 რო დავწერო ზევით წავა. ზევით წავა, ხო, იმიტომ რომ ის -1 გამრავლდება -9.91-ზე და გაპლუსდება რა და მაგითო წავა მაღლა. ეს gravity scale ეგრე არის გაკეთებული, რომ აქ რა რიცხვსაც წერ, ეგ რიცხვი მრავლდება -9.91-ზე და მაგის მიხედვით მოძრაობს. კი, ზევით წავიდა. თუ დიდ რიცხვს ჩაწერ, დადებიც აქ სწრაფად წავა დაბლა. თუ 0-ს ჩაწერ, გაჩერდება, საერთოდ არ იმოძრავებს. გრავიტაცია არ ექნება.
კი ბატონო. ოკეი. კარგი. ახლა ვქნათ ესეთი რაღაცა. მივაბად კოლაიდერები. კოლაიდერები არის უხილავი ხაზები, რომლითაც ობიექტები, გეიმ ობიექტები ეჯახებიან ერთმანეთს. მოდი ჯერ JX მივაბად კოლაიდერი. ერთ კომპონენტით ხდება მაგ კოლაიდერების მიბმაც და აი search-ში კოლაიდერს რო ჩაწერ, აი call-ს რო ჩაწერ, 2 ლ-ით იწერება, შემოგთავაზებს სხვადასხვა სახის კოლაიდერებს რა. ჩვენ რა თქმა მოდი უნდა. განახილავო. როგორ? ხედავ. კი, ვხედავ. აი, შვენიერი. ოკეი. მოკედ აქ ერთ კომპონენტს რო დააჭერ, call აკრიფე და გამოჩნდება რა, სხვადასხვა ტიპის კოლაიდერები. ჩვენ რა თქმა უნდა 2D-ები გვჭირდება, 2D რასაც უწერია, იმიტომ რომ 2D ობიექტები გვაქვს. და განსხვავდება ფორმებით ეს რა, აი box colliders მაგალითად box-ის ფორმა აქვს რა, ოთხკუთხედი არის. capsule colliders კაფსულის ფორმა აქვს, circle colliders წრიული ფორმა აქვს. composite collider კიდე სხვა არის, სხვა რაღაცის გამოიყენება. edge collider მაგალითად ის არის, line-ი არის რა, ხაზი არის. პოლიგონი არის მაგალითად თვითონ აი ვიზუალი სადაც აქვს თვითონ ფოტოს. აი ფოტო ხო ამ ხელაა, ჩარჩო ამ ხელა არის რა. მაგრამ ვიზუალი შიგნით აქვს. აი ვიზუალზე ედება ეს პოლიგონ კოლაიდერი, მე განვიხილოთ. მოდი ჯერ ეს box collider 2D განვიხილოთ. box collider 2D მივაბად, ავირჩიოთ და მიებმევა აი ფოტოს ჩარჩოს შემოერტყმება ეს ისა მწვანე კოლაიდერი. box collider 2D ეს კომპონენტიც აქვს უკვე ამას. ეხლა რო ჩავთო, თქვენი აზრით დადგება პლატფორმაზე? წესით ორივეს უნდა მივცეთ კოლაიდერი. კი. მართალი ხარ. პლატფორმასაც უნდა ქონდეს კოლაიდერი. ამიტომ პლატფორმა მოვნიშნოთ, ერთ კომპონენტს დავაჭიროთ და box collider 2D ავირჩიოთ ამაზეც. ეხლა ორივეს აქვს კოლაიდერი და რო ჩავთოთ ამას, ჩამოვარდება, დადგება. ეგ არის. გაჩერდა. ამათი კოლაიდერები ერთი კითხვა მაქვს კიდე. დაინახენ ერთმანეთს, ხო? ანუ ეხლა ხო დავაწყებინა თავიდან. ხო. თავიდან დავაწყებინე dead disk-ზე განმტერას და ახლა შეზე რომ დავაწყებინე, ანუ გადმოიწერა, მაგრამ მიწერს ანუ ინსტალინგო რა. და სადაც 5-6 წუთი ეგრეა. დაელოდე კიდე და აინსტალებს. კი, ჩვენთანაც ეგრე ხდებოდა, ანუ პროცესინგ აწერია მე მგონი თან კიდე. ხო, დაელოდე, დრო ჭირდება. კარგი. ოკეი, ეს ცვლილებები რაც გავაკეთეთ ახლა კომპონენტების რომ მივაბით, რა თქმა უნდა დავასეივოთ, კონტროლს დააჭირეთ, არ დაგავიწყდეთ. ოკეი, ეხლა აი კოლაიდერების საკითხი კიდე უფრო დეტალურად რო ვნახოთ. ნახეთ, ჩავრთავთ ამას, ხო ჩამოვარდა დადგა. აი ამათი კოლაიდერები ეხებიან ეხა ერთმანეთს რა. აი პლატფორმის კოლაიდერი ხო აქ არის და ამ JX-ის კოლაიდერი აქ არის და ერთმანეთს შეეხენ. აი პლატფორმის კოლაიდერი რო გავწელო მაგალითად და შეუცვალო ზომა და ადგილმდებარეობა. აი აქ კოლაიდერს აქვს, ყველა კოლაიდერს edit კოლაიდერი აქვს, პირველივე წარწერა რა შიგნით კომპონენტში. და გვერდით აქვს ღილაკი. ამ ღილაკს რო დააჭერ, თვითონ კოლაიდერების კედლებზე ცენტრში უჩნდება მწვანე კვადრატები რა. ამ მწვანე კვადრატს რო დააჭერ, ესე შეგვიძლია გაწელო, გამოწელო. და მოკლედ ამით იმის ჩვენება მინდა, რომ ანუ თავარი არის კოლაიდერი სად დახვდა იმის კოლაიდერს, JX-ის კოლაიდერს რა. ანუ JX მაგრამ ფაილში გაჩერდება, არ დაეცემა რომ რუჩხას. კი, ანუ ვიზუალს მნიშვნელობა არ აქვს, მაგის თქმა მინდა, რომ კოლაიდერი სადაც გიდევს, მან ანუ ისეთი რაღაც საკითხება შეგვიძლია ანუ მაგრამ არ დავარდება მაგალითად პლატფორმაზე და ანუ რო დახტეს ამოდენი იმიჯი და მე რო გაჩერდეს. კი, შეგიძლია ბაუნსი რო გააკეთებინო. შეგიძლია მაგას გაკეთებო, ნახავთ მე. კარგი. ხო, მოკლედ
კოლაიდერი სადაც დახვდა ახლა მანდ გაჩერდა რა. ოკეი, ახლა ხო, ყურადღება კიდე იმას უნდა მიაქციოთ ხოლმე, რომ თამაშ ჩართულზე, აი თამაში რო ჩართული არის, რამეს თუ შეცვლი, ახლა მე ხო შევცვალდი ამის კოლაიდერი გავწევი. რო გამორთავ, არ დაიმახსოვრებს ამ ცვლილებას. ნუ ახლა ამ იმაში ამ მომენტში მაწყობს მე იქ, იმიტომ რომ უბრალოდ სატესტო თქვენი ის გაწევა. მაგრამ შეიძლება არ მიაქციო ყურადღება ჩართული ქონდეს თამაში და მართლა ისეთი რაღაცა შეცვალო, რაც მართლა გჭირდება და მე რო გამორთავ არ დაიმახსოვრებს მაგას. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, რომ ჩართული არ იყოს თამაში, როცა რაღაცას ამატებ რა, ან კომპონენტს, ან თუნდაც მაგალითად ეხლა რო ჩავთო თამაში. რამე შურთქათი არის მაგის? ანუ რომ რისი? ანუ დაპაუზები და ჩართვის. შორტკათი, კლიკი რო არ გააკეთო ხოლმე? ხო. არ მახსოვს სიმართლე გითხრა, შეიძლება იყოს. დავსერჩავ მე და თუ გინდა შენ დასერჩე და შეიძლება არის. კარგი, ნახე. არ მახსოვს. ხო, აი ჩართულზე მაგალითად პლატფორმა რო წავშალო ან ნებისმიერი ობიექტი, მაგას არ დაიმახსოვრებს რა, ეხლა ეს რო წავშალო სცენიდან. თამაში რო გამორთავ დაბრუნდება. მოკლედ თამაში ჩართულზე რამეს თუ ცვლი სცენაში არ იმახსოვრებს მაგას. რო გამორთავ დაბრუნდება იმაზე როგორც იყო. ოკეი. დამაინსტალირე მე და ახლა ჩავთო თუ ხო, ახალი პროექტი შექმენი. Visual Studio-ც ჩაიწერა? თუ ჩაწერილი გქონდა უკვე Visual Studio? მე გადმოწერილი მაქვს, ოღონდ ანუ ლურჯი აიქონი რო აქ ის. ხო, კოუდი გაქვს. კაი, დაგაკავშირებინებ მე მაგას. გახსენი მაშინ ახლა new project დააჭირე და არქვის სახელი შეინახე სადმე და შეიქმნება ახალი პროექტი. კაი, ახლა სკრიპტი შევქნათ, მოდი. უკაცრავად. ხო. აი, ფოტო ჩავაგდე და აი ამას მიჩნევს ვერ გადმოვწერე. ეგზამით. ის ჩავთო ხო 2D built-in render pipeline რომ აწერია. კი, ეგ აირჩი. და სახელი დაარქვი. კარგი. თავიდან უნდა ცადო შენც ეს ფეილი რო დაგიწერა, გათიშეს და თავიდან ცადე ჩაწერა. ვცადე და კიდე ასე მიშვენე. ადგილი გაქვს? D-disk-ზე თუ გაქვს გადმოწერილი, C-disk-ზე ცადე, იმიტომ რომ მე ეგრე მიქნა და C-disk-ი რომ ცადე გადმოიწერა. ადგილი გაქვს C-disk-ზე? ხო. კი, ორივე. კაი, C-ზე ცადე. იმიტომ რომ უმჯობესია მაგისთვის რომ C-ზე იყოს რა. და თვითონ პროექტი რომ აქვს გახსნილი, ხომ შემიძლია რომ Unity Hub-ი ჩავკეცო ან გამორთო. კი, შეგვიძლია გამორთო საერთოდ Unity Hub-ი. ახლა პროექტი გახსნილი არის. აღარ ჭირდება იქ. კარგი, ახლა შევქნათ სკრიპტი. სკრიპტი შექმნა ხდება ასეტების ფოლდერში, ქვევით. Mouse მარჯვენა ღილაკი, create და C# script. C# scripts რო აირჩევ, თავის თარქმევს new behavior scripts. ოღონდ შექმნის დროს გთავაზობს რომ შეუცვალო სახელი და შენ რაც გინდა ის დაარქვა რა. და უმჯობესია რომ ეგრევე აი შექმნის დროს აი აქ რო გთავაზობს რომ შეგიძლია სახელი შეცვლა, გადაარქვა და რაც გინდა ეგ დაარქვა. იმიტომ რომ rename-ზე მერე პრობლემა აქვს ხოლმე. აი დავარქვათ მოდი, JX script-ი იყოს ეს, JX script. Enter-ს დააჭერ და შეიქმნება. ამას რომ მონიშნავ თვითონ scripts, მარჯვნივ გაჩვენებს
ინსპექტორში previews რა, ანუ შეგნით რა როგორ გამოიყურება ეს სკრიპტი, რა წერია default-ად რო შეიქმნა, მაგას გიჩვენებს. ხო, კიდე ის უნდა მეთქვა, რომ გამოტოვება არ შეიძლება სკრიპტის სახელში. გამოტოვება არ დაწეროთ ხოლმე, თორე ყოველთვის პრობლემა იქნება. რამდენიმე სიტყვიან სახელს თუ წერთ, მოკლედ არქმევთ გამოტოვება არ დაწეროთ ხოლმე სიტყვებს შორის. Space გულისხმობ რა. და მაინც ჯობია რომ დიდი ასოთი დაიწყოთ ხოლმე. პატარა ასოთი დარქმევაც შეგიძლია, მაგრამ მე შიგნით ცვლადებს უეჭველი პატარა ასოებით დაარქმევთ ხოლმე და მაინც ჯობია რომ განსხვავებულად თვითონ კლასის სახელი, ახლა სკრიპტი რო შევქმნით, კლასი შეიქმნა რა. რომელსაც იგივე სახელი ქვია, რაც ამ სკრიპტს. ხო და ჯობია რომ მოკლედ სკრიპტის სახელები დიდი ასოთი წეროთ ხოლმე, რომ განსხვავდებოდეს იმ ცვლადის სახელებისგან. ეხლა ასეტების ფოლდერში ხო გვაქვს ესენი ცალსაკე და ჯობია რომ დავალაგოთ. ანუ ფოლდერები შევქმნათ და შესაბამის ფოლდერებში მოვათავსოთ ესენი რა. მოდი ჯერ ფოტოების ფოლდერი შევქმნათ, სპრაიტების, მარჯვენა ღილაკი, create და ეწაღან C#-ის სკრიპტი საიდან შევქმნით, მაგის ზევით არის folder. ამ ფოლდერს დააჭერთ და new folder-ს არქმევს თავისით და ჩვენ დავარქვათ sprites მაგალითად. მოვკიდოთ ამ ფოტოს და ჩავაგდოთ სპრაიტების ფოლდერში. ჩავარდება. და კიდე ერთი ფოლდერი შევქმნათ. ამას დავარქვათ scripts. აქ გვექნება ხოლმე სკრიპტები. აი J scripts მოვკიდოთ და გადავაგდოთ ახლა drag and drop-ით სკრიპტების ფოლდერში. სხვა სკრიპტებიც აქ გვექნება ხოლმე მერე და სკრიპტების ნახვა რო დაგჭირდება სკრიპტების ფოლდერში შეხვალ პირდაპირ რა. აი აქაც ესე ჩამწკრივებული არის სცენების ფოლდერი ცალკეა, სკრიპტების ფოლდერი და სპრაიტების ფოლდერი. ჯობია რომ ესე დაალაგებულად მივყვეთ თავიდანვე, იმიტომ რომ მე ბევრი ობიექტი გვექნება, აქ ბევრი ფოტო და ასე შემდეგ და რო არ აირიოს და მარტივად მიგნებადი რო იყოს რაღაც ფაილები, მაგისთვის ჯობია რა. ეხლა გავხსნათ ეს JX სკრიპტი. ორჯერ რო დააჭერთ, წესით გაიხსნება. იმას box dollider ქვია, ხო? box dollider 2D. box collider 2D კი. box ჩაწერე და გამოჩნდება პირდაპირ box collider 2D შემოგთავაზებს. კი, გამოჩ. კი ბატონო, გაჩერდა. მოკლედ ამ სკრიპტს ორჯერ რო დააჭერთ, გაიხსნება Visual Studio-ში. და ახალი სკრიპტი ესე გამოიყურება რა. თუ არ გაიხსნა თქვენთან, ან რაღაცა დაგიწერათ გახსნის დროს. მითხარით. წესით გაიხსნება დიდი ალბათობით. რაჩენთ რეგისტრაციას უთხოვს ახლა და skip-ი შეგეძლება წესით მანდ. არ არის აუცილებელი Microsoft-ის აკაუნთი, მაგრამ მაინც თუ დაგაძალა, თუ ისე არ შეგიშვა შექმენი. რა ეგეც უფასო არის ჩვეულებრივ. კი. შემიშვა. ხო. მანდ მე უნდა აირჩიო რომ რა ფერის გინდა ინტერფეისი, dark შეგვიძლია დააყენო. ხო. და შევა. ანუ ეს ახლა როგორ დესკტოპზე როგორ ჩავაგდო, ანუ დესკტოპზე რომ მიჩვენოს, ანუ პირდაპირ ინსტალერი რო არ მიჩვენოს ხოლმე. თვითონ ეს Visual Studio-ს community? ხო. დესკტოპზე შორტკატი არ ვიცი, სიმართლე გითხრა როგორ უნდა ქნა. მაგრამ აქ შეგვიძლია დაამატო, ქვევით ტაბში დამატება არ გირჩევნია, ქვევით დააჭერ ხოლმე პირდაპირ.
ხო, ანუ მაგას, მაგრამ ახან დავაჭირი, მაგიტომ მივიდა თორის, ანუ არც ვიცოდი საიდან უნდა გამიხსნა. ხო და აწი პირდაპირ სკრიპტს ორჯერ დააჭერს, სულ Visual Studio-ში გახსნეს. ანუ ცალკე Visual Studio-ს გახსნა არ დაგჭირდება ხოლმე. აქ სკრიპტს რო ორჯერ დააჭერ, Visual Studio-ში გაიხსნება რა. და რავი, თუ გინდა მაინც რომ ამის აიკონი გქონდეს აქ. მარჯვენა ღილაკი და არ მახსოვს Windows-ზე რა ეწერება keep in აქ არის ანუ Visual Studio რესურსორი pin to taskbar. ხო, pin to taskbar. და სულ აქ იქნება ხოლმე. იქნება ხოლმე სულ კი. კი ბატონო. მაგრამ ანუ აზრი არ აქვს ცალკე გახსნას Visual Studio-სი რა, იმიტომ რომ მაინც ეს სკრიპტი უნდა გახსნა და ამ სკრიპტს ორჯერ დააჭერ, თავისით გაიხსნება ხოლმე Visual Studio-ში. ანუ ცალკე ჩართვა არ დაჭირდება ხოლმე, მოკლედ Visual Studio-ს. აუ ეს რა არის ჩემი. რა? სკრიპტი? ო. კაი, ახლა ახსნათ რა არის აქ. ნუ მარცხნივ ლაინები ჩანს. რომელ ლაინზე რა წერია, რომელ ხაზზე დანომრილი არის, იმიტომ რომ მარტივად შეძლო მიგნება რაღაცეების, მე errors რო დაგვიწერს ხოლმე ლაინის მიხედვით დაგვიწერს რა, გვეტყვის რომელ ლაინზე გვაქვს რაღაც შეცდომა და მარტივად მივაგნებთ ხოლმე. მე ზევიდა რომ მოვყვეთ ეს using რაღაცეები რო წერია, ფერფთალი რაც არის, ჯერ არ ვიყენებთ მაგეებს, ეს არის namespace-ები. Namespace-ი არის მარტივად რო ვთქვათ, რაღაც გაერთიანება არის კლასების და ფუნქციების და ცვლადების რა. ერთ namespace-ში შეიძლება მოაქციო რაღაც კლასები და თუ რაღაც იქ არსებულ კლასთან მე კავშირი გენდომება, namespace უნდა დაუკავშირდე. და აქ შექმნილი არის ეგეთი namespace-ი Unity Engine ქვია. უკვე ჩაშენებულია რა, ჩვენ რო Unity გადმოვიწერეთ, ეს მოყვა. Using Unity Engine მაგიტო წერია აქ, რომ mag namespace ვიყენებთ. და mag namespace-ში არის მაგალითად აი monobehavior კლასი, რომელსაც ჩვენი შექმნილი კლასი იყენებს. ეს ნიშნავს, რომ აი რაღაც ჩაშენებულ კოდებს, რასაც გამოვიყენებთ, monobehavior-ში არსებობს ეგ კოდები რა. და უკვე აი მზა კოდები, რაც დაგჭირდება და რასაც გამოვიყენებთ ხოლმე monobehavior-ში არის. ანუ JavaScript-ი იქნება monobehavior-ში თუ როგორ ხო? ხო, ანუ პირდაპირ აქ დაწერ შემოგთავაზებს იმის გამო, რომ monobehavior-თან აქვს კავშირი ამ JavaScript-ს, შენ მიერ შექმნილი კლასს. მიხდი ხო? ანუ მშობელი არის JavaScript-ი და შვილობილი ეგა? არა, აქ მშობელი და შვილობილზე არ არის. Inheritance ქვია აქ. უბრალოდ ეს არის რაღაც კლასი და შენი კლასი JavaScript-ი იყენებს monobehavior კლასს. Base კლასი ქვია რა. ანუ საბაზისო კლასი ეს არის. და მე მაგ საბაზისო კლასს იყენებ JavaScript-ში. ანუ JavaScript-ში რაღაც კოდებს რო ჩაწერ რაღაცა ფუნქციას რო ახსენებ მაგალითად, იმიტომ შემოგთავაზებს რომ monobehavior-თან აქვს კავშირი. monobehavior-ში არსებობს ეგ ფუნქცია რა, რასაც იყენებ თქვა. ესეთი კლასები შენ შეგვიძლია შექმნა, ესეთი კლასების კავშირი რა. აი ხა სხვა კლასი შეგვიძლია შექმნათ ჩვენ სხვა სკრიპტი და აქ მაგ სკრიპტის სახელი დავწეროთ. და მაგ სკრიპტში რაც გვეწერება, ამ სკრიპტში გამოვიყენებთ მაგ ფუნქციები იქნება თუ ცვლადები. ანუ ესეთი კავშირები შენ შეგვიძლია შექმნა. უბრალოდ აქ უკვე ჩაშენებული არის ბევრი ისა რა ქვია, ფუნქცია და ცვლადები და რაღაცეები რა. რაც აი მოძრაობისთვის გამოიყენება მაგალითად პერსონაჟის მოძრაობისთვის, დატრიალებისთვის, scale-ის გაზრდისთვის, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცისთვის რა. ფიზიკაში რო აი rigid body-ს გამოყენებით, რო force-ი მიანიჭო მაგისთვის და ძალიან ბევრი რაღაცაა მოკლედ ჩაშენებული, რასაც გამოიყენებთ და მაგისთვის არის. ხო. ნუ public კლასი რო წერია, ჩვენ script-ს რაც დავარქვით სახელი, იგივე სახელი წერია აქაც და აი ამ ფრჩხილებით იწყება და ამ ფრჩხილით იწყება უბრალოდ და ამ ფრჩხილით მთავრდება. აი მე-6 ხაზზე იწყება, მე-18 ხაზზე მთავრდება. ამ კლასში ჩავწერთ ხოლმე ყველაფერს რა. აქ ამ script-ში რაღაცა კავშირი რო გვინდა, რაღაც უბრალოდ რაღაც ჩაწერე რო გვინდომება ამ script-ში, ამ კლასში, აი ამ ფრჩხილებს შორის უნდა ჩავწეროთ. აუცილებლად ანაკ უნდა იყოს, ანაკ უნდა იყოს. ამ ფრჩხილის გარეთ არ უნდა ჩაწერო. ფრჩხილის გარეთ თუ ჩაწერ, გაგიწითლებს. დიახ. ახლა
ხო, აქაც Ctrl-Z ჩვეულებრივად მუშაობს, წინა ნაბიჯზე დაბრუნება, რამეს შეცვლილებას თუ გააკეთებ. ახლა განვიხილოთ ეს void start და void update. ეს მწვანე წინადადებები რო წერია, ეს არის კომენტარი. აი ორი დახრილი ხაზი კოდს აქცევს კომენტარად. მე უფრო ცოტა მერე განვიხილოთ ეგ. ეხლა ახსნათ void start და void update რა შვება. ნუ აქ წერია, მაგრამ მაინც ვიტყვი. void start მუშაობს ესე. თამაშის სტარტზე სრულდება ერთხელ. ანუ თამაშს რო ჩართავ, ეს კოდი ხო გაეშვება, ეს სკრიპტი. და void start-ში რაც გეწერება, შესრულდება ერთხელ. და void update მაგისგან იმით განსხვავდება, რომ void update თამაშის სტარტზე რო დაიწყებს შესრულებას, ასრულებს და ასრულებს არ ჩერდება. ლუპივით არის რა. აი შიგნით რასაც ჩაწერ void update-ში, აკეთებს აი წამში ძალიან ბევრჯერ კითხულობს. გააჩნია იმის კომპიუტერის სიმძლავრეს რა. ნუ წამში ძალიან ბევრ წაკითხვას ახერხებს მოკლედ. даже არა მარტო წამში ფრეიმზე რა. და განვიხილოთ ახლა ზუსტად რომ ნახოთ როგორ მუშაობს. აი დავაბეჭდინოთ რაღაცა. აქ Unity-ში კონსოლი არის. სადაც იბეჭდება რაღაცები და კონსოლში გამოჩნდება ხოლმე ერორიც რამე თუ გვექნება, რამე ერორი კონსოლში დაგვიწერს, რომ ერორი გვაქვს და კონსოლიდან მე ორჯერ რო დააჭერ, გადაგიყვანს კოდში და მიიგიყვანს იმ ერორთან რა, სადაც შეცდომა გაქვს. და მაგიტომაც ახლა პრინტი გამოვიყენოთ. პრინტია ჩაშენებული ფუნქცია არის. და შეგვიძლია დააბეჭდინო კონსოლში რაღაცეები რა. ახლა აი hi დავაბეჭდინოთ მაგალითად. და აი ფრაზას რო დაწერ, ბოლოში ჭირდება წერტიმძიმე. რომ ეს არის წერტიმძიმე დასასრული რა ამის. ეგეთი სინტაქსი აქვს აქ იმაში, C#-ში. წერტიმძიმეთ ასრულებ ფრაზას. აი თქვა წერტიმძიმეს არ დავწერ. და დავასეივებ ესე. აქვე კი გაუსვა ახლა წითელი ხაზი. და აქვე მანიშნა, მაგრამ თქვა თუ ვერ შევამჩნიე და Unity-ში გადავედი. ნახეთ? ერორი ამოვაგდო ეგრევე კონსოლში. წერია line-იც. აი 10 რო წერია და მძიმის მერე 20 რო წერია, ეგ არის აი 10 არის line-ი და 20 არის აი მარცხნიდან რამდენი ნაბიჯზე არის ესა შეცდომა რა. და ერორის ტიპსაც გიწერს. წერტიმძიმე expected წერია. ანუ ელოდა ჩემგან რო წერტიმძიმეს დავწერდი, მაგრამ არ დავწერე. ორჯერ რო დააჭერ, აქ თავისით ხსნის Visual Studio-ს და მოყავხარ მე-10 line-ზე. იმიტომ რომ აქ გაქვს შეცდომა. წერტიმძიმეს დავწერ, ახლა დავასეივებ Ctrl+S-ით. აქ ეს უნდა დასეივდეს, რა თქმა უნდა, სკრიპტი, რომ Unity-ში შეცდომა აღიქვას. შეცდომა რა გაიყო და update-ი აღიქვას რა და დააპდეიტდეს. ის შეცდომა რო გქონდა, ეხლა რო აღარ გაქვს, ეგ რო აისახოს რა. ახლა ოღონდ ეს JavaScript-ი რაღაცაზე უნდა იყოს მიბმული სცენაში. თორე ისე არ იმუშავებს. ეხლა რო ჩავრთავ თამაშს, კონსოლში არ დაპრინტავს არაფერს. ნახეთ, სიცარიელია კონსოლში. იმიტომ არ დაპრინტა, რომ ეს სკრიპტი არაფერზე არ მაქვს მიბმული. ნუ JavaScript-ი რახან დავარქვი, ხო ვაპირებ, რომ JX-ზე მივაბა, ამიტომ JX-ს მივაბამ. ბიმ ხდება ესე drag and drop-ით, შეგვიძლია აქ ჩაუგდო, ან შეგვიძლია აქ წაიღო და აქ ჩაუგდო. იერარქიაში. რომ მიება რომ მიხვდე, შეგვიძლია მარჯვნში ამოწმო მიება თუ არა რა. ანუ სულ ჩაგდებული ექნება, ხო, რომ დავასევებ, სულ ექნება ეგ სკრიპტი მაგ JX. კი, სულ ექნება. სანამ არ წაუშვი ან რაღაც წასვლა შეგვიძლია, აი თქვათ მარჯვენა ხილაკს დააჭერ remove component და წაეშლება. ანუ როგორც კომპონენტი ეგრე ედება ეს სკრიპტიც რა. აი თქვათ რაღაც კომპონენტები ჩვენ ხომ მივაბით და რაღაცეები გააკეთა. თქვათ rigid body 2-დე მივაბით, ჩამოვარდა box collider-ი მივაბით, დაეჯახა მე რაღაცას. JX სკრიპტიც კომპონენტი არის. ჩვენ რო სკრიპტი შევქმნით, ეგეც კომპონენტად მიება. და ის სკრიპტში რასაც გაუწერთ, სკრიპტი ხო რაღაც სცენარია რა. რასაც ჩაუწერთ შიგნით, მაგას გააკეთებს. ოკეი, ეხლა რო ჩართო თამაში, კონსოლში დავინახავთ, რომ დაბეჭდავს hi-ს.
აი, აქაც გამოჩნდა და კონსოლში რო გადახვალ, hi აწერია და მარჯვნივ ეწერება ხოლმე რამდენჯერ დაპრინტა. ერთიანი ეწერია ეხლა, იმიტომ რომ სტარტში ჩავწერეთ ჩვენ ეს. და ხო ვთქვით, რომ თამაშის სტარტზე ასრულებს void starts, აი ამ ფუნქციას. void-ი ფუნქციის აღნიშნული სიტყვა არის. და hi დაპრინტა ერთხელ. აქ შეგიძლია წაშალო მე ეს პრინტი, თუ აღარ გინდა, თავიდან რო ჩართავ, თამაშის სტარტზე ეგრევე პრინტავს hi-ს ერთხელ. ნახეთ ალბათ თუ დაპრინტა თქვენთანაც, გატესტეთ. ნახავ ახლავე. ცოტნე კოდი მანახე რომ იმას ხნა გადავწერო ზუსტად. აი. პრინტ ზე ფრჩხილები. გამოტოვებას არ აქვს მნიშვნელობა, ხო, რამდენს გამოტოვებ? აქ თავისით იმაშება, აი აქ რო აწყაპუნებ, ლაინები თავისით აქ დალაგებული რა, ერთ ხაზზე წერ ყველაფერს. ნუ მე თავის თალაგებს ამ ფრჩხილებს და რაღაცებს, მაგრამ ანუ აქაც შეგიძლია ჩაწერო, მაგრამ ჯობია რომ აქეთ ჩაწერო. აქეთ დააწყაპუნე ხოლმე. აქ რო ჩაწერ ცოტა ულამაზოდ იქნება და მაგიტო. აი აქ რო აწყაპუნებ მაუსის კურსორს პირდაპირ აქ აგდებს და აქედან იწყებ წერას. აი ზევით რაც ჩაწერე იმის მაგრამ რომ ვაჭერ, ანუ მაინც არ შვება. როგორ? ქვევით დავაჭირე მეთქი, ანუ ქვევით ხო გიჩვენებს, ანუ რის დაწერას გინდა. ხო. აი პრინტ რო შემოგთავაზე, მაგას გულისხმობ? კი, დავაჭირე, მაგრამ ანუ თავის რო არ დაწერა რა, ნორმალ გიგულის. ents-ს რო დააჭერ, თავისით არ ჩაგიწერს შიგნით ბჭყალებს. უბრალოდ იმ სიტყვას ჩაგიწერს. პრინტს ესე იგი ents-ს რო დააჭერო, დააწერს, ხო? ხო, ents-ს რო დააჭერო და პრინტს დაწერს პირდაპირ. ოღონდ ფრჩხილები და ეს ბჭყალებში სიტყვა შემო ჩაუწერო, რა უნდა დაგიბეჭდოს. ხო, ამ შემოთავაზებას რო აკეთებს აქ აი pr რო დავწერე, ეგრევე პრინტ შემომთავაზე და აი pr-ზე რაც იწყება, მაგ კოდებს გთავაზობს რა. თუ რომელიმასთან იქნება ისე რომ არ შემოგთავაზებთ. რასაც ჩავწერთ, ანუ ფრჩხილებში რასაც ჩავწერთ, ანუ გამოტოვებას არ აქვს ხო მნიშვნელობა. სად აქ შიგნით გამოტოვებას თუ რას გულისხმობ? ხო, აი მანდ. არა. ხო უყურებ რომ გამოტოვება არ არის, ანუ რომც იყოს გამოტოვება, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ულამაზოდ იქნება უბრალოდ. ესე რო იყოს ეხა ხო რაღაც უცნაურად არის და რა თქმა უნდა, ყველა გამოტოვები არ წერო ხოლმე რა. არა, მაგას რომ თვითონ ახლა მე აქ მაგალითად მარტო hi არ დამიწერე, hi, I am Naruto დავწერე რა. შიგნით გამოტოვებას მნიშვნელობა აქვს. კი, სიტყვებს შორის გამოტოვება იქნება, რო დაბეჭდავს, იქაც გამოტოვება იქნება რა. კი ბატონო. დავასეივო, ხო? კი, დაასეივე რომ აღიქვას და იუნიტში მიბმული გაქვს უკვე იმაზე, Naruto-ზე? კი. ოკეი, გავუშ თამაში, ჩართე და დაინახავ რომ დაგიპრინტავს. ფაილიდან რას დავაჭირო? ფაილიდან? დასეივებაზე? ხო. Save. Control-S დააჭირე აქაც. Control-S დააჭირე აქაც. Control-S. შორტკატი დაიმახსოვრე რომ ჯობია, უფრო მალე იზამ ხოლმე, ვიდრე აქ რომ მიიტანო მაუს კურსორი და ჩამოშალო და დააჭირო. Control და S. Control-ზე უნდა გაჭიროს, S ერთხელ უნდა დააჭირო და დაასეივებს. იუნიტში გადმოდი მერე და გავუშ თამაში და დაპრინტავს ერთხელ. დაინახა. ნახო 2 წუთი. ესე იგი სკრიპტი მივეცი უკვე და თამაშს რო გავუშვებ აქ მიჩვენებს. კონსოლში უნდა დაინახოს ეს. კი, აჩვენა, hi, I am Naruto, მოდი გამახო. და ერთიანი უწერია, ხო, ერთხელ დაპრინტა. კი, ანუ ერთი აქვს. ჩე? ხო, ერთიანი ეწერება მარჯვნივ. ხო, კი. კარგი, ახლა სკრიპტში რომ დავბრუნდეთ და აი სტარტის და აპდეიტის განსხვავება რომ დავინახოთ რა. ეს პრინტი მოვაკოპიროთ, კი არა და ამოუჭრათ საერთოდ.
მონიშნოთ მთლიანად მაუსით, ესე. ან ერთი ლაინის გადმოტანა ისეთ შეგიძლია. პირდაპირ კლიქს გააკეთებ ლაინზე და Ctrl-X დააჭერ, მაგრამ მე ცუდად ჭრის რა ეს ატყუპებს ამ ჭხილებს და ჯობია ესე მონიშნო, Ctrl-X დააჭირო, ამოჭრის. მერე void update-ში გადმოვიტანოთ მაუს კურსორი და აქ ანუ ერთხელ დააწკაპუნეთ რომ ეს კურსორი ჩადგეს და Ctrl-V. ეს არის paste. ჩააფეისტებს. ანუ გადმოვიდა ეხა print high update-ში. ეხლა რომ დავასეივოთ ეს Ctrl-S-ით. ჩვენთან ახლა როგორ არის? მოდი განახო. აბა. ანუ დავაკვირდი კოდს. ანუ პრინტის მერე ფრჩხილს აჩვენებს, ანუ ქვევით არ აჩვენებს აი ამ ფრჩხილს, სადაც მაუსი. მან ჩააწკაპუნე მაუს კურსორი სადაც გაქვს ფრჩხილის მარცხნივ. Enter-ს დააჭირე და ჩამოხტება დაბლა ეგ ფრჩხილი. ეგ არის. აჰა, კი ბატონო. ეხლა მონიშნე ის პრინტი მთლიანად და ამოჭერი Ctrl-X-ით. ეხლა update-ში რო გადმოვიტანეთ ეს რო დავასეივეთ unit-ში რო გადმოვალთ, ჩავთოთ თამაში და ნახოთ აბა როგორ დაპრინტავს. აი, ჰაი. ანუ აქ მე როგორ გადმოვიტანო Ctrl-V ხო? კი. ეგ არის paste. Ctrl-X-ი არის ამოჭრა. Ctrl-V არ ჩაო შემთან და paste-ს არის ზავს? კი, მარჯვენა ღილაკი და paste-ით შეგიძლია. აი როგორც ხედავთ, პრინტავს ამას, აი 22000 ჯერ დაპრინტა უკვე. წამში ძალიან ბევრჯერ პრინტავს. 30000-ი ავიდა. არ ჩერდება რა მოკლედ. Update-ი მუშაობს ეგრე რომ შეგით რაც უწერია, კითხულობს და კითხულობს. წამში ძალიან ბევრჯერ აკეთებს მაგას. ამიტომ მე მოძრაობის ჩაწერა აქ მოგვიწევს ჩვენ update-ში. იმიტომ რომ მოძრაობაზე ხო გვინდა რომ მოძრაობამ სულ იმუშაოს და მაგიტო. აჰა, ჩავწერ და სტარტში რო გააკეთებინო, უბრალოდ ერთხელ იზამს. და ჩვენ update-ში გავაკეთებინებთ და სულ იმოძრავებს. ეხლა დააკვირდი მაგას ამდენჯერ დაპრინტავს. არ გაჩერდება არასდროს, აი ჩემთან 39000-ი ავიდა. ნახავ ახლა. 999 პლუს აჩვენებს, ანუ რამდენჯერ გავუშვა იმას არა. აუ, აქ ბევრჯერ დააწერა და. ბევრჯერ თუ გაჩნდა, კოლაპს დააჭირე, აი მაგის ზევით კოლაპს აწერია კონსოლის ქვევით ეგრევე. და ერთი მაშინ მოაქცევს რა, გაერთიანებს და მარჯვინ დააწერს რამდენჯერ დაიპრინტა. აუ, 26000, 28000, 30000. ხო, მივხვდი რამდენად სწრაფად მუშაობს და როგორ მუშაობს update-ი. სტარტი ერთხელ თამაში სტარტზე update-ი მუდმივად, სულ თამაში სანამ ჩართულია, სულ მუშაობს. ოკეი, კითხვა ხო არ გაქვთ რამე? არა. კაი, მოდი მაშინ შემდეგისთვის დავალება იყოს, მოგწერთ კიდეც Discord-ში და ახალც ვიტყვი. სხვა პერსონაჟი დაამატეთ, აი როგორც ახლა ჯეიკი შემოვიყვანე მე, ეგრე მეორე პერსონაჟი ჩაამატეთ აქ. ისე გააკეთეთ, რომ ეგ პერსონაჟიც ვარდებოდეს დაბლა და დგებოდეს პლატფორმაზე, როგორც ეს ჩვენი პირველი პერსონაჟი. მაგასაც შეუქმნით ახალი სკრიპტი, თავისი სკრიპტი. და რამე დააპრინტინეთ რა, როგორც ახლა ამას დავაპრინტინეთ ჰაი, მაგას სხვა რაღაცა დააპრინტინეთ. შემდეგისთვის გააკეთეთ ეგ რა. რომ მიეჩვიოთ სკრიპტის შექმნას, რაღაც ობიექტების შეტანას და შემდეგისთვის უკვე შემდეგ გაკვეთილზე დავიწყებთ მოძრაობებს და გავაკეთებთ მოძრაობასაც, მე ანიმაციებსაც განახებთ და ასე შემდეგ. ოკეი, მაშინ შეგვიძლია დღეს დავასრულოთ. დროებით. დროებით აბა. თუ რაღაცა იქნება მოიწერეთ Discord-ზე. ნახვამდის. 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 კარგად. ნახვამდის. ნახვამდის.